ეს შეგიძლია ანუ very speed არის. Very speed-ია. Maranzana. იცი რა მაინტერესებს? Manzano. ბიჭო, როდესმე ტუშასთვის ან ქარომასთვის დეიდა დაგიძახია? ესე მომენტ. დეიდა არესტვისთვის არ დამიძახია. ბიჭო, ხომ არა, ხო დიდები იყვნენ და ეხ დღეს დავფიქრდი რომ ამით როდესმე ხა აი ქარომას რო დეიდა, თამარა დეიდა. თამარა დეიდა, ანუ ესე სიტყვას არ ხმარობდი არასოდეს, მაგრამ მახსოვს აი პატარა რო ვიყავი და თამუნა შვეიცარიაში რო სტუმრად ჩამოვიდა ხო და რასაც ძახდი? მე დედა ჩემსაც დედას არ ვეძახდი, სულ სახელებს ვეძახდი ყველა. იგიც არის პრინციპში, მაგრამ რაღაცა არავის დეიდა არ და პაპიდან რაღაც იგივე. Papida? პაპუის და არის პაპიდა. საერთოდ აი სხვაძე ეს უცნაური, იმიტომ რომ არავისთვის არ დამიძახებია სახელები, აი ესე აი ფუნქციური სახელები. ბიძა რაღაცა აი. მაგრამ აი ხო, არა, მაგრამ მახსოვს რომ ერთხელ საყვედური მივიღე შენ დედა შენ სახელით რატო ეძახიო? თან ჩემ ასაკში გოგო იყო და პატარები ვიყავით და არ გიყვარსო დედა შენი. ეგ საქართველოში. არა, იმიგრაციის ქართველი ემიგრანტი შვეიცარიაში მითხრა დედა შენ სახელით რატო ეძახიო? ანუ შენ დედიშვილი არ ხარ. რაღაცა ეს ძალიან ესე უხეშად მიხვდა მე რაღაცა ძალიან ხო იცავე რა. რას ხონდა თავის დისორდერი ალბათ რაღაც ისეთი ბავშვობიდან პატარები ის სხვადასხვა ცოტა ნერვიულობ პირველად ვარ ესე. რა სიგიჟე კოკას იმ დღეს რო იყო მოსული ნერვიულობო და როგორ შეიძლება ინერვიულო შენ მეგობრებს? არ დადის პოდკასტებში და იმ არა, იმიტომ რომ სადმე იყოფილ ხარ პოდკასტში? ორი რამე არის, ერთი არის რომ ახლა ქართული ენა ჩემი ესეთი ცხადია ვლაპარაკობ და ნორმალურად, მაგრამ არ არის ახლა ჩემი ენა როგორც აი რითიც ვისწავლე და განათლება მივიღე და რაღაც ცოტა ხო იცი და მაგიტომ მაინც ესე კაი, მაშინ მოდი შენი გადახილი ქართულით უთხრათ ხალხს რომ გამოიწერონ ჩვენი ჩენელი. იმიტომ რომ ხალხი გვიტრაკებს რომ თქვით და მართლა გამოიწერეთ მართლა და მართლა. შენგან უფრო უფრო სანდომი არის. შენი კამერას კაპიტალი უნდა უთხრა ვის უთხრა. ვისაც გინდა თქვი? გამოიწერეთ ზმუკი პოდკასტი, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია პოდკასტები. ხო და საიდან მიაკერე რომ მნიშვნელოვანი პოდკასტები. ისა რა ქვი, ეხა აღარ გაქვს ადრე ქონდა წლების წინ, რა, ცოტათი რომ რაღაც ისე ვლაპარაკობ. ხო, ბავშვური ქართულით თქვი მაგას. ეხა აღარ აქვს, რა გინდა, მინა ხოძია ქართული. ხო, ვცდილობ ხან. ე დაჟე უბანში ცაცოცხული ზის უკვე და გაერია ქართულ უბანში. კაი, მოდი სანამ დავიწყეთ ერთი უნდა შემოგთავაზო მაინც ვისკი Artford 1708 არის ირლანდიური ვისკი, რომელიც იყიდება ალკორიუმში და ვისკის სახლში. ბიჭო, ხო და მოყევი აბა. გასაკეთებ ეხა ჯერ და მე წავიდე წამოვიდე. ეხლა რას ვაკეთებ? ეხლა ვზივარ ძირითადად სახლში, Facebook-ი გამოვრთე, Instagram-ი გამოვრთე, TikTok-ი გამოვრთე. არანაირი სოციალური მე YouTube-საც აღარ ვუყურებ. სახლში ვარ, მუშაობ. ხანდახან სოფელში მივდივარ. და რატო გამორთე? რავი, მეგონა რომ severe social media addiction-ი მაქვს. ეგრეა. ყველა შენი არ ვიცი, მაგრამ მგონია რომ ყველასაა. ხო, უბრალოდ რაღაც მომენტში ანუ ვიფიქრე რომ ანუ ფაქტიურად იმის მერე რაც YouTube-ი არსებობს, მაქვს ეს მომენტი რომ აი ორი წამი რო ვთვლი რომ რაღაცა კრეატიული გავაკეთე საკუთარი თავის რა ქვია ამას დაჯილდოება მინდა და YouTube-ზე 2 საათი რაღაც ყველა ზუსტად ეგრეო. და ამ ყველაფერს კიდევ ნუ ჯერ ხო Facebook-ი დაემატა, მე Instagram-ი, მე ბოლოში TikTok-ი და უკვე ესეთ მომენტში გადავიდა რომ აი რაღაცა ratio ძალიან და ეს აი რა ვიცი ხშირად რაღაცა ხო იცი ეს გეგმა არის რომ ცოტა reduction გააკეთე მე მარტო ორჯერ დღეში მობილურზე დააყენე რომ რაღაცა screen time რაღაცა აი არაფერი არ გაიცოტა ის ანუ cold turkey-ა ბოლომდე. და ბოლომდე ვიფიქრე რომ ყველაფერს просто გავთიშავ და ნახო და ეს უკვე მესამე კვირა არის ახლა. და ანუ მუშაობს. ეგრე მუშაობს მარტო რაღაცეები საერთოდ რა. ხო, ან მანდან რა ვიცი, ან იზოლაციაში წასვლაც მუშაობს. ესეთი გამოთქმა არის. ერთი ძალიან ბევრია, 1000 არ არის საკმარისი. მაგრამ იცი რა შევამჩნიე რომ აი TikTok-ი, Instagram-ი და Facebook-ი რაც ახალი არის, უფრო აი ადვილად ძალიან ვაფშე არ მაქვს ის მოთხოვნილება, მაგრამ აი YouTube-ი რაც იმის მერე რაც 15 წლის ვარ, მაქვს ესე რაღაცა addiction-ი,
ბევრად ძნელი მოსაშორებელი არის, ანუ სულ ვარდები და ვერც ვამჩნევ რომ ისო YouTube-ზე. აი ხო იცი რაღაცა აუდიოსაც არ უსმენ პოდკასტებს რაღაცებს? კი, Spotify-ზე, რა ვიცი. ან ესეც ხადია ახლა просто YouTube-ზე რო შევიდე რაღაცა რომ მოусმინო, ანუ ამაშიც danger არის რა, ანუ იმიტომ რომ ხო, ნუ მე addiction-ი მაქვს მაგისი ვარ. ანუ შედიხარ რაღაცისთვის კონკრეტულად და ანუ ვერც ამშნევ და უცებ რაღაცა იმაზე. და უცებ რა ვაფშე სხვა თემაზე გადადიხარ. ცოტა ADHD-ით ხარ. მე მაქვს ესეთი addiction-ი, აი ADHD არ მგონია. ADHD? აი იმას ახასიათებს ეს უცბად რო გავიწყდება გაგა. ეს არ მგონია, მაგრამ ხო, აი ეს არის რა, ამას ძალიან ამაზე მუშაობ. და ეს არის. პირველი კვირა საკმაოდ უცნაური იყო, ახლა ნელ-ნელა ცოტა უფრო. ხო და იყო ისა, რა ქვია ლომკას? ლომკა რა გინდა? ლომკა უხერხულობა ქონდა? ლომკა როგორ გაუხსნა? არა, ესა withdrawal. ანუ კი, პირველი კვირა მახსოვს რომ აი უცებ რაღაცა ხო იცი, ვერ ხვდებოდი რა გავაკეთო და პროსტა ბალიში მქონდა თავი რაღაცა მთელი დღე და ანუ რაღაცა პროსტა იმიტომ რომ ვერ ვწოდი სხვა რა უნდა გავაკეთო. ამან თან სტრესებიც გაიარა, რაღაცები საკმაოდ. ეს სხვა. არა, ისედაც მის შენ წეხა რომ ვიძახით, მე უფრო მიაქტიურდება ხოლმე ეს ობსესია რაღაც იმეებზე, ქსელებზე, როცა რაღაც სტრესული გარემო მაქვს, აი ანუ აი რაღაც ვაფშე უკონტროლოდ ვაკეთებ მაგას რა და როცა ცოტა ჯამფთელი პერიოდი მაქვს რა და აი არ მაქვს ეგეთი დარდები და რაღაცეები, რავი, ნუ აი ჩავხედავ და ავტომატურად ტვინი მეუბნება რომ მოდი ეგ იყოფა გადააგდი სხვა რაღაც გააკეთე რაც უფრო ის არის. ხო, ანუ ზუსტად ეს არის, ანუ რაც თქვი, ანუ უცებ კრიზისში გიჟივით სტრესის მომენტები ეხლაც არის რა, ანუ პირველი რეფლექსი რაღაცა რომ აი უდნავაც რო გასწრესებს, რა ვიცი, ანუ artwork-ის ზომა არ იყოს, რაღაცა აი მინიმალური, უცებ პირველი მოთხოვნილება არის რომ უნდა დასკროლ, ანუ რავი რა. ამისი ხო, არა, ყველაფერი addiction-ი ეგრე. მე მაქვს addiction-ი, აი ძალიან სპეციფიური რა. ნუ აი გასაგებია რომ scroll-აw კიდევაც, მაგრამ ფილმს ვრთავ, უსმენ და ხატავ iPad-ში. ეგ არის ჩემთვის აი როგორი safe space, იცი? აი მაკანკალებს რო ვიცი რომ ეხა ეგ მაგის დრო მოდის და ვემზადები და მაი იმინა ჩოლებრივ addiction-ია ისე მიხარია როგორც რა ვიცი რაღაცა მე ძილი მაქვს ეგრე რა ფილმზე მაქვს ძილი აი თაფლი ვიცი ძილი ხო ანუ რა ჩავრთა უყურებთ რაც უფრო მომწონს კინო უფრო მაგრად მაძინებს რა აი ძარო რომ მაინტერესებს და მე ზუსტად ეგრევა სუთ ფილმზე ვერ ვიცი ვერა ამიტომ რაღაცა სულ კაი მეგულებოდეს და თუ არ მაქვს მომზადებული წინასწარ ფილმი რა ესეთი გეგმაში რომ აი რას უყურო დღეს სახში რომ ცოტა ის მაქვს ხოლმე მაგაზე შფოთი. და ამიტომ უნდა მოვიძიო წინასწარ და ბოლოს რეიტი დაიძინე. ბიჭი ბოლოს რაღაცა ისეთ სისულელეს უყურე, მაგრამ მაგას არ აქვს მნიშვნელობა. ანუ მე ჯანკ ფილმებსაც უყურებ საკმაოდ ისეთ რაღაცა ბაივიკებს და რაღაცეებს და ეხა ბოლოს ვნახე King of New York არის, ის თამაშობს კრისტოფერ უოკენი თამაშობს. ძველი 90 King of New York-ის არა, კრისტოფერ უოკენი ციხიდან გამოდის და ვიღაცა დილერია, ისეთი ან მოკლედ და ძველია, მაგრამ აი ხო იცი რაღაც ის მომენატრა ის 90-იანების ფილმების ვაიბი რა. მე კიდე One Battle After Another-ს ვერ უყურე რა, მეზარება კინოში წასვლა და რადგან არ არის online დავიწყე ჯერ გადავარე პოლ თომას ანდერსონს და მერე დენიელ დე-ლუის შევაჯექი რა. აუ ქნა ისე მეც ეგ დენიელ დე-ლუის ფილმები ვნახე ყველა და ხო ვიცი რომ ის არ ვქია გაანება თავი აღარ არის მსახიობი რა და უცებ აიდრი შევედი და 2025 წელს რაღაც ფილმში ითამაშობს ხო და ეგ სასაცილო იყო ჩემთვის რომ ტიპი retirement-ში წავიდა და უცებ რაღაც ფილმში გაიჩიტა. ოღონდ ძალიან ცუდი ფილმია, ძალიან ცუდი რეიტინგი აქვს, არ მინახავს. არა და მაგას არ ახასიათებს თუ ფილმში. და მე მეთქი რატო ითამაშა, რატო დაბრუნა? შვილი არის რეჟისორი. შვილის ფილმია. ხო, მე მახსოვდა შვილთან ერთად ითამაშა, ხო, ისე გასაგებია. ხო და შენ რა ნახე ბოლოს? აი ეხლა ბოლო წუთი რაზეც ამაზე ლაპარაკობ, ვფიქრობ ბოლოს რა ვნახე და აღარ მახსოვს. სხვა შეს ფილმებსაც არ უყურებ, შედის ამ addiction იმის პროცესში, რომ არც ფილმებს უყურებ. მოსმენა უფრო მაგარია ფილმებს. აბსოლუტურად გეთანხმება. მეც ზუსტად ანუ რაღაცას აკეთებ. ხატვას რომ ის მომენტი არის, რომ აი სხვაც ჩემს გარშემო ფილმს რო უყურებს, მე შემიძლია პროსტა მოусმინო და მაგრამ ის წოდება და ვიძინებ გვერდზე ან რაღაც. მაგრამ ბოლოს რა ფილმი უყურე? რაღაც ალბათ დავიწყე და მე არ დავამთავრე, მაგრამ აი ესე კაი არ მახსოვს. კაი გამახსენდება. აუ სხვა წელს მუსიკაზე ზუსტად ესე ვარ. აი ეხლა რო არ შევიხედო Spotify-ზე რა მაქვს და ლაიქებული, შანსი არ არის. გააძრებ არემ რეები გაქვს ბოლო და ლაიქებულები. შანსი ერთსა კომპიუტერი მაქვს. აი, აჰა, Spotify likes ბოლოს დავალაიქე.
რაღაც გერმანული პროდიუსერი და იმის შემდეგ Megan Thee Stallion Thought Shit. აი წარმოდგენა რო არ გვექნება არასდროს. ხოდა თან ჩართვაც არ შეიძლება ალბათ, იმიტომ რომ ეხლა თორე მე copyright strike. არა, უბრალოდ ლინკებს დავდებ თქვით. მე მაქვს, ბოლოს ჩაუჯექი ძალიან აი 50-იანების რაღაცა rock and rolls. აი Hound Dog-ის ორიგინალ ვერსია, იცი? არა. ვისი არის? ხო, Hound Dog-ი ვიცი, მაგრამ ვინ მღერის? Big Mama Thornton მღერის. ვიცი, ხო. ძალიან თესლი ვერსია. აი მართლა ესეთი ვერსია არის, რომ აი ერთი წლის წინ რო გამოსულიყო, ითვლიდი რომ დღეს გამოსულა, მაგრამ მე სულ მეგონა რომ Elvis Presley-მ პროსტა ეს სიმღერები აიღო რა. ანუ წინასწარ დაწერილი სიმღერები აიღო და თვითონ პროსტა როგორც cover-ში ასრულა. თურმე songwriter-ები ვინც დაწერეს ორიგინალში, ორი რაღაცა duo იყო, ეს ანუ თეთრკანიანი duo, იმიტომ რომ მე სულ მეგონა რომ ეს ორიგინალი ეს არის ხო იცი რაღაცა old black რაღაცა, მაგრამ იმენა ანუ ორი თეთრი songwriter producer-ის duo-გან არის დაწერილი, რომელმაც მე Elvis-თან იმუშავეს ბერ ტრეკზე და ჩემი საყვარელი Elvis ტრეკები რაც მაქვს, ყველა იმათი ორი ტიპის დაწერილი არის და მაგრამ Elvis-ის songwriter-ი არისო? თვითონ არა. ერთი ტრეკი აქვს, აი Love Me Tender აქვს თვითონ დაწერილი და შენი და ლირიკა. ხო, ლირიკა. ხო, ეხა უყურე იმას, რა ქვია, Cadillac Records ნანახი გაქვს? მე მაქვს ნანახი. ეს ამით გადავდებ ამას. ზუსტად მაგაზე არის, რასაც არა, მოდი ეს. მაგ Eta James-ია, ხო მე მგონი? ხო, Eta James-იც არის, Muddy Waters-ი, მოკლედ Cadillac Records არის ფილმი. ხო. რომელიც არის აი rock and roll-ი როგორ იწყებოდა ბლუზიდან რა Muddy Waters-იდან მე იქ Howling Wolf ვიღაცები Eta James-ი და Adrian Brody თამაშობს label-ის heads ხო და ყველა შუქნის Cadillac-ებს რა მაგითო ქვია Cadillac Records რა ისე records რა ერქვა არ მახსოვს რა მაგრამ ძალიან მაგარი ფილმია rock and roll-ზე და არის იმის ტრეკი 50 წლები Beyoncé თამაშობს ამ Eta James-ის Go Blind ვაფშე არ აქვს ნახე უნდა აუცილებლად ნახე ძალიან ძველი ფილმია მაგრამ აი ამ გონია Eta James-ზე კარგი ნამღერია გამას Beyoncé ხათიდეთ ხორბონს მაგრამ ეგ კონკრეტული არის სასწაული აი ზუსტად გუშინ წინ უყურე და აი ზუსტად მაგ მომენტზე გამაჟრია აუ ეს რო კვდება და ეს რო ბღავა აუ რა სიგიჟია თან ძალიან კაი ან საკმაოდ კაი მსახიობი არის აი მაგ ეპიზოდში იმინა ტოპ იყო რა კი Beyoncé-ზე გვაქვს ლაპარაკი ამ შემთხვევაში შეგევასება ეგეთ რაღაცები მეინსტრიმი ხო Beyoncé-ები და Beyoncé აი წერე ხლა გეტყვი რომ აი ძალიან ანუ სულ უსმენ ანუ ჩარტებში რაც არის სულ მაინტერესებს მართლა უსმენ ჩარტებში რაც არის კი სულ ანუ ეხლა რავი აი ახალ Sabrina Carpenter-ის ტრეკი თუ Sabrina Carpenter მეც მევასება ან ეხლა აი რაღაც აი ნებისმიერ რაღაცას მე სულ უნდა ვიცოდე თან ანუ ხო სულ არის ეს ორი ნაწილი ანუ ეს pop-star-ის idolized მომენტი არის და მე უკან რაღაცა 17 კაცი სტუდიოში როზის და ჩვენ პონჩი რაღაც ერთ ჩალჭ ანუ სულ ეს რაღაცა ორი ლეიერი არის და საინტერესო რავი მე სულ ვეცდები და თან ანუ სულ საინტერესო მომენტი არის ხო რამდენად უშუალო ყველაფერი ან ყველაფერი პროსტა მუსიკა არის ხო რაღაცა ანუ ინდუსტრიას რო წარმოიდგენს სულ გონია რომ არის რაღაცა ხარხანა რასაც რაღაცა სტატისტიკებით მიხედვით მე მუსიკა და სინამდვილეში ხო შეიძლება სადღაც რაღაც ანუ სისტემატიურად რაღაცა ფორმა აქვს ამისი გავლენის მაგრამ სავარაუდოდ ხო ნუ პროსტა ჩვენაირი ტიპები არიან სტუდიაში ზიან და ეგრე ხო უბრალოდ მაგათ აქვს დიდი ლეიბლების სპორტი რომელსაც უკვე გაკვალულია თუ გზა იცის რომ radio play იქნება ნუ ეხა უკვე რადიო იმდენად აღარ არის მაგრამ ნუ სტრიმინგი პლეილისტებში მოხვდება და ასე შემდეგ რა ხო და ის არის რაღაცა ანუ ხო საინტერესო არის ანუ songwriter აი თვითონ songwriter-ის პროცესი ჩემთვის ძალიან რაღაცა ახალი არის იმიტომ რომ მე ტექსტზე არასოდეს ვფიქრობდი დიდად ეს ბორო 2 წელია დავიწყე ვაფშე საერთოდ ტექსტი მუსიკაში არსებობს და წერს ტექსტებს შენ ჩემთვის წერ კი მაგრამ ქართულად არა ჯერა შემიძლია ძალიან რთულია ქართულად ხო მაგრამ აი ეხლა აი სტეფანესთან და აი რეინბოებთან რომ მუშაობდი სულ ერთად ოთახში და ხო იცი ერთად ყველა რაღაცა ამ ტექსტს მე ძირითადად ტექსტში ესე ძალიან ცუდი იდეები მაქვს სულ ბიჭო და ისე საყვარელ არტისტებში ვინ ყავს ვისაც უსმენ ესე ანუ ისე შემეცნებიდად კი არა პროსტა რასაც usmen საყვარელ არტისტებში ანუ სულ რაც არის ანუ სამუდამოდ რაც არასოდეს პაუზა არ გამიკეთებია პრინცი არის რაც ანუ იმენა იმის მერე რაც პირველად აღმოვაჩინე რომ პრინცი არსებობს იმის მერე პრინცს usmen კიდე
ანუ გავლენებს ვეძებთ ახლა. გალვენა, ხო, აი ეს პრინცი არის ყველაზე დიდი ვაჭველი. ანუ სხვასთან შედარებით. ნუ ჯეიმს ბრაუნი, იმიტომ რომ მე პრინცი რო აღმოვაჩინე მივხვდი რომ ჯეიმს ბრაუნი იყო პრინცის. ბევრი სხვათა შორის მუსიკა ესე ხო ესე აღმოვაჩენ რომ რაღაცას უსმენ, მე სადღაც წაიკითხავ რაღაცა რომ ეს იყო იმისი გავლენა და მე იმის ზოგადად ყველაფერი რაც რაღაცნაირად დისკოდან, დისკო ფანკიდან მოდის, ჩემი ანუ მახლოს გრძნობ თავს. ანუ ყველაზე დიდი ინსპირაცია ეს არის. ანუ იმენა 70-იანების დისკო ხო, სულ ეს რაღაც ძალიან ოპტიმისტური ყველაფერი რო არის, ხო იცი რაღაცა დრამებიც, სიმებიც, ბრასიც, მომღერალიც, ყველაფერი ეს მაგრამ ისწორდება. მაგრამ ეს უსახური არის ეს დისკო თუ ვიღაცა კონკრეტული ტიპები არის, ვინც სულ იცვლება, ანუ ესეც უნდა შევიდე, ნახო, ზუსტად რა არის, რაც ბოლო, მაგრამ სულ იცვლება რაღაცა ჩემი ფავორიტები, იმიტომ რომ ეს ხო ის რაღაცა ეს ძალიან ესეთი აი სადღაც ეს მოროდერების ხო, აი მოროდერი, ვთქვათ, აი მოროდერი ესეთი რაღაცა არის, რომ ერთ-ერთი პირველი იყო, რაც ესე დისკოში აღმოვაჩინე ჩემთვის რომ მომწონდა, მოროდერი იყო, იმიტომ რომ Daft Punk-ს მოროდერი დასემპლილი აქვს live set-ებში რა, ხშირად. და მე Daft Punk-ის მოსმენა რო დავიწყე ეს, მე ხო იცი ნელ-ნელა, ეს რა, ანუ საიდან მოდის ეს ტრეკი? მე პატარა ვიყავი, ვაფშე ვერ სემპლინგის პროცესი ხო, ანუ თავიდან არ გესმის, ანუ მე მეგონა სულ რომ მუსიკას რო უსმენდი, რა ვიცი 50 Cent-ს, Candy Shop-ს რო 50 Cent თვითონ იჯდა და სიმები ჩაწერა. მე ესე მქონდა, ესე წარმოგედგენა, რა ვიცი 2005 წელს რო უსმენდი, მე მეგონა 50 Cent-ის ის და თვითონ ამ სიმებს უკრავს და ეს არის 50 Cent-ის მუსიკა. და მე ხო ნელ-ნელა ლეიერები გამოდის. რასაკეთებ და 50 Cent-ი. ჩეკავდა. გინეცვალე. ხო და Daft Punk-ი ჩემთვის ძალიან საყვარელი ბენდი იყო, ძალიან. აი იმ პერიოდში, როცა რაღაცები ქრინჯავდა, Daft Punk-ი მინა რა. მაშინ არც იყო ეგეთი პოპ-აპ დიდად არ აღიქმებოდა, ძალიან ალტერნატიულად გამოიყურებოდა. არა, ძალიან. თქვენ მოისმინეთ რაღაც reissue რო გააკეთეს ალბომის და დემოები რო ჩადეს. Casablanca-სთან ერთად რო რაღაცა სიმღერა არის ძალიან რაღაცა ნაზი, რომელიც არ შევიდა ალბომში. Infinity Repeating. კი. ძალიან მაგარი ტრეკი არის. აი მე მაგრა გამიშვა. ძველი, ნუ მაგათთან უკვე 2012 ხო. ანუ მუღამი Daft Punk-ის ხო, ანუ იყო რომ მე მგონი Weekend-თან თუ ვიღაცებთან. Weekend-თან ხო ეს Weekend-ისთვის production-ი გააკეთეს ორ ტრეკზე. მართლა მაგარი. Starboy და მეორე რაც თითქმის უფრო მომწონს კიდე. ნუ რაღაცნაირად ძალიან კომერციულად აღვიქვი უკვე და აღარ მომინდა მე. ანუ რაღაცა კომერციულად რო რაღაცას აღარ გინდება, ანუ ეს ნუ რავი, აი რაღაც დიდად, ანუ იმდენად მე ყველგან ტრიალებს. კულტურაში ეგრე არის. ანუ ყველგან ტრიალებს მე და სუპერში Before it was cool. არა ხო. ინტენსივობა რომ უმაღლდება და ყველგან TikTok-ში წდება იქაც-იქაც მე აღარ მოგწონს просто რა, გადაიწვება თითქოს რა. არა. ხო, მაგრამ იცი რა, რაღაცნაირად ობიექტურად ხო უნდა შეაფასო. აი ხა მაგალითად არსებობს ძალიან შეფასება მუსიკის. ხო, მაგრამ ანუ ხო, რა თქმა უნდა არსებობს, მაგრამ თუ მაინც ისედაც ყველაფერი გავლენის არას მესმის ხო? აი ხა მაგას ვერაზოს ვერ ვაღიარებდი 20 წლის წინ რომ ფარელის Happy არის ძალიან მაგარი სიმღერა. ვაფშე ფარელი ძალიან კაი იყო სულ თავის ხო და აი შენ ფარელი რატო გევასებო? ისი რომ ჩვენ ფარელი გვევასებოდა ჯერ სანამ აი მარტ პირველი ნერდის ალბომი რო გამოვიდა, არავინ რო არ იცოდა და იყო underground-ი თან კოდაკას უყვარდა. და კოდაკას უყვარდა. ჩვენ მეგობარი სამონას ძაღლი მღეროდა ხოლმე. კი, ეს ზუსტად აი ზუსტად ახლა გამახსენდა ფლეშბექი. ბიძა რა თქვი, ძიძა თუ ძიძა ხო რა. აი ახლა შევედით ქართული. პირველად რო იყო შვეიცარიაში ჩვენთან კოდაკიც მოვიდა და ის იყო აი Justin Timberlake-ის Future Sex Love Sounds ახალი იყო გამოშვებული და აი Sexy Bags თუ რაღაცა და აი კოდაკი მაგრამ ეს Timbaland-ის production-ი იყო. არა, იმაზე მღეროდა ხოლმე Beautiful-ზე. ხო, Beautiful არის. ხო და ისა რა ქვია, თან რაღაც ბენდიანი ტიპი რო იყო და ის ნერდი ძალიან აბზარი ბენდი იყო. ნერდის პირველი ალბომი ძალიან. ვაფშე ბიტი შეცვალა მაგამ პოპში რა. რეალურად. ხო და თან ძალიან ბევრი production-ს ანუ მთლიანი 2000-2005-მდე მუსიკა იმდენი აქვს. პროსტა იმათი არის რომ მე გავიგეთ რაღაცა რომ ვა თურმე ამათი გაკეთებული არის ან დაჟე მაგის ხათრით გამისორდა ისიც Timberlake-ი. Timberlake-ის სენიორიტა თუ რა ქვია, ეს ძალიან ეს საქართველოში ძალიან ჰიტი იყო. ეს ყველგან ჰიტი იყო, მაგრამ საქართველოში მახსოვს რომ აქ Music Box-ზე 24 საათი სენიორიტა გადიოდა. ხო, შეიძლება ხო. და
Music Box-ის თაობა უკვე თქვენ ხართ, მამით. მე ესე ვიყავი ზაფხულში რომ ჩამოვდიოდი 4 კვირა Music Box-ზე ეს MTV-ს დაენძრა, ხო? ანუ დაენძრა კი არა, დაიხურა. არ მეგრე ვიცი ხო? მე როგორც ვიცი რაღაც რეგიონებში არ ვიცი. თუ სულ დაიხურა, თუ არ ვიცით არ ვარ ჩაძებული. არის აღარ არის აქტუალური We don't know. არა და მაგაზე მაგრამ აი Music Box-ი უკვე. Music Box-ის და ჩვენ დიდები ვიყავით. სხვა სენიორიტას ძალიან მაგარი ჰარმონიები აქვს და სულ ბავშვობაში მახსოვს რომ ცდილობდი რომ ავაწყო ეს ტენ მე drum beat-ი მომწონს. ხო drum beat-ს ეს. სამ ფარელი როზის drum-ზე ძალიან მომწონდა იქ. მართლა თვითონ უკრავდა ნეტა drums. და ვისთან ხევდით კოლაპს? ჰა? ვისთან იზავდი? მაკედან? ნუ აი ვიღაც იგი ტიპებიდანო. დიდ ტიპებიდან ვინც ცოცხალი არის. არ ვიცი, აი ფარელზე ახლა ვფიქრობ და არ ვიცი, ხო იცი რაღაცა მე ესეთი დიდი ტიპები ცოტა მაშინებენ და მე არ ვიცი რაღაც ხო იცი რა და აი ეს მომენტი ხო აი ახლა Daft Punk-ს რო იმდენად რაღაცა ხო იცი weird ალბათ რაღაცა ხო მეც არ ვიცი ანუ და up and coming win-მე არის ისეთი ვინც გისწორდება ახალგაზრდა აუ იმის წინ გამისწორდა Little Sims უსმენდის რეპერი რო არის იკაგიგია ის მაგრა გამისწორდა up and coming არანუ ცნობილი არის ცხადია ის მაგრამ გამისწორდა ესე გოგო პოპ არტისტებიდან Pink Panther-ით მაგრამ გამისწორდა უი გოგო არტისტებიდან შენ და კრიმსი ძალიან კაია კრიმსიც კაი გოგო არტისტი არის დიახ აი ეს თქვენი საერთო ტრეკი ძალიან კაია ეკო რემიქსი არის კი ეს რემიქსი არის ერთხელ გავიგე პირველად გავიგე ამის ორიგინალ ვერსია ჯერ გამოშვებული არ იყო live-ზე გავიგე Pride იყო 2022 წელის ჯაიქ ჩატარდა მტკვარზე არა მტკვარზე არა ზემოთ ხო ფუნიკულორ კერდა რაც ქვია თაწმინდა ხო და მან დაუკრა და იმის მერე რაღაც ნახევარი წელი ვეუბნებოდი ამ სისტემები ჩამიგდე ამ სისტემები და მე რაღაც მომენტში მქონდა სისტემები ხო და ჩვენ რეალობაში ვისთან ჩვენ საქართველოში იცი რა ძირითადად საქართველოში ვისთანაც უნდა გააკეთოს რა პრობლემაა არა ხო და თან რავი რამდენი გქონდა საქართველოში ხო ანუ საკმაოდ ეს გამიკე ანუ ხო იცი რა ბევრთან გაქვს ძალიან ხო ეს ბოლო 2 წელი ძალიან მინდოდა რომ ქართულ რაღაცა ხო იცი რაღაცა ქართული არტისტებთან კოლაბები გავაკეთო და აი ცოტა ეს ერთად ვიმუშაო ცოტა სიმღერებზე აი ქართულ პოპ სიმღერების გაკეთება მინდოდა. ისე ამბობ მინდოდაო შეეში მაგას? არა. ნუ არა, უბრალოდ ანუ მაშინ სუბილი დამიწყო რაღაცა მინდა ქართული რაღაცა მუსიკა გავაკეთო თუნდაც. და ამაზე ვჩალიჩობდი ეს ბოლო 2 წელი. რამეზე ხო არ მუშაობ ახლა? ეხლა მაგან ხრევ. იმესთან კოლაბი ხო არ გაქვს? არა, ეხლა სხვათა შორის გავაკეთე ჩემი ალბომი, რომელიც მარტო ჩემი იმენა ექსკლუზივ მარტო ჩემი ეს კასეტა რაც მაჩუქე? ამისი B-side-ებზე ეს უკვე იყო ჩემი ალბომის ნაწილი. და ეხლა უშვებთ ესე proper. ოკეი. ალბათ ეს პოდკასტი რო გამოვა, უკვე გამოშვებული იქნება. ხო და დაუდებთ. ხო, შეგვიძლია პირდაპირ. და ეხლა ვაკეთებ და დედაჩემთან ეხლა გავაკეთე ალბომი. უი, ისე მოშნი გავლენა გაქვს სადღაც თამარასის თითქოს რაღაც მელოდიაში, თუ რაღაცაში. თამარას. იცი რა, ეხლა დედაჩემი ნუ პიანისტი არის. და მთელი ბავშვობა უსმენდი ცხადია რომ ეცადინეობს ანუ გვერდს. ხო და ანუ გაქვს ხო ანუ სწორად. და იქ თან დედაჩემისგან ვისწავლე როიალის დაკვრა და ანუ ცხადია დიდი გავლენა. და თამროსთან ერთად პირველად ახლა ჩავწერეთ იმენა აი ერთად ალბომი რა და თქვათ რომ თამარა კორძაიაზე თამარა კორძაია ჩავწერეთ ალბომი და ფირფიტაზე ვუშვებთ ახლა ნელა დავიწყებთ დეკემბრიდან ესე სინგლებად გამოშვებას და უი ძალიან კაი იყო კიდე ის ვაუ რა ფონა ბრუნტეთი ხო და ბრუნტეთზე გაკრას მოვედი ზუსტად მაგას ვაპირებდი ახლა როგორ დაამთხვია ორივეს ნანახი გაქვთ? კი. ხო და მე ძალიან გამისწორდა. მართლა. ანუ აი სადღაც რამოდენიმე თქვათ ნაწარმოები დავარქვათ, არის რომელმაც ჩემი ბავშვობას შეეხ. ანუ რაღაცა ბავშვურ სენსიტივობას გაჰკრა. რაღაცა თქვათ იქ პროსტის პირველი ნაწილია, რაღაცა არის ეს ფილმია რაღაცა და იყო ეგ რო ნახე და ის შენი ბავშვობის დასაწყისი პერიოდი ამ ჩრდილებს რო ეკონტაქტები, ანუ ისე ანუ რაღაც მომენტში ცოტათი ისე ამიჩუყა გული რომ shout out სანდრო კალანდაძე ჩემი ჯიმბროა იყო და ჩემი მეგობარი და ჩემი რეჟისორია
დაიშალეთ იმ დროს წავიდა. წასული. რაღაცა ითქინა. მეც ახლა წასული არის. რამოდენიმე თვით ინგლისში მე მგონი ხო. ერთამეთ. ინგლისში, გერმანიაში, სადღაც წასული არის. ხო და ის რა ქვია, ასე რომ კაი იყო რა, აი რაღაცა ქონდა ისეთი რამაც მე შემცრა. ის ბავშვობის პერიოდის ეპიზოდები არის უსაყვარლი, დასაწყისი ჩრდილებთან შენ დიალოგი და თავის მუსიკით და ყველაფრით. ამისი ანიმაცია გააკეთა. და თავის იმ კვარტეტით. კალანდაძეს დამ ნანუკამ. და ესე ზემოთ ვიყავით სადღაც კახეთში მგონი და იქ სახში ესე stop motion-ით გააკეთეთ ისინი. ხო, რავი. ხო და ძალიან კაი მიგნება იყო ის, რომ შენი ბავშვობის ჩანაწერები ამოყარი და მაგ ჩადე. და შენი ბავშვობა გააღვიძე მაგით რეალურად რა. თქვათ რა არის? რაღაც მოჩი, მაგით ბრუნტეტი არის მუსიკალური სპექტაკლი. ვიღაცამ თქვით. რა არის ბრუნტეტი? ბრუნტეტი არის სპექტაკლი, არის ნაწარმოები, მუსიკალური სპექტაკლის ნაწარმოები, რომელიც აგებული არის კასეტის ჩანაწერებზე, რომელიც მე ვიპოვე ამ ჩანაწერებს ვაკეთებდით 1999 წელს. ძალიან პატარა რა იყო. ხო, 5 წლის ვიყავი, სანამ შვეიცარიაში წავიდოდი რა და ეს იყო და ეს ჩანაწერები ვიპოვე 2019 წელს, ანუ ზუსტად 20 წლის მერე და მოусმინე და ვიფიქრე აქედან რაღაცა ნაწარმოები უნდა გავაკეთო. ხო და მოусმინე არა ცოტა არა გიჩუყაგული? ცოტა კი არა, იმანა ხო კაი ხანი დარჩა. აი ეს ნოსტალგიური მომენტი რო ახლავს, რომ მიდის და ტოვებს ამ თავს. არა, ხო, ანუ იცი რამდენი მომენტი იყო, იმიდან რაც დღემდე რო უსმენ ცოტა არა რაღაცა ხო იცი, ანუ რო გრძნობ რო, იმიტომ რომ ბოლო ჩანაწერი ამ კასეტაზე გავაკეთეთ, ანუ იცი კასეტის მუღამი არ იყო, მე პროსტა არ ლაპარაკობდი რა, ანუ იყო რომ ჩემი მამი და ნატო აკეთებდა ამ ჩანაწერს ჩემთან და ინტერვიუებს წერდა, ვითომ TV გადაცემაში ვართ, აი ესე როგორც ახლა ვზივართ და მე ლაპარაკებდა და მე ძალიან მომწონდა, იმიტომ რომ მიყვარდა ეს TV ინტერვიუები და მეც ესე ჩართული ვიყავი და ბოლო ჩანაწერი გავაკეთეთ ზუსტად რომ მეონება რომ აი შემდეგ დღეს შვეიცარიაში მიდიხარ სამუდამოდ და სავარაუდოდ აღარასოდეს აღარ დაბრუნდები, იმიტომ რომ ის მოუდება ამ საქართველოში დაბრუნებაო და როგორ გზნობ თავს და ხო და ეგ იყო ხო სიგიჟე და მაგანის ხნა რა. ხო და ეს აი ამან ძალიან რაღაცა და მე აი დამშვიდების პონჩი ახლა სანამ სამუდამოდ წახვალთ გვიმღერეთ გრენდაიზერის შესავალი მელოდია რა და ანუ ეს რაღაცა ამან წამოიღო ვაფშე იდეა რომ ამაზე საერთოდ ნაწარმოები გაკეთდეს, იმიტომ რომ ეს რაღაცა ჩემი დანჯღრეული იაპონური ნამღერი და შემდეგ დღეს რაღაცა შვეიცარი აი რაღაცა weird კომბინაცია იყო. ვა ხო და აი გადასვლა წეგან კი ლაპარაკობდით მაგაზე, მაგრამ როგორი იყო აქაურობას რომ მოწყდი ან რაღაცნაირად თბილ გარემოს ადამიანების კუთხით გეონები და უცბად წახვედი ცოტა რაღაც სტერილურ, ემოციურად სტერილურ იმაში. მე სულ ფიქრობ, სხვადასხვა იმის მერე სულ ფიქრობ, საიდან მოდის, რომ აი აქ მაგ პერიოდში ესეთი რაღაცა აი communal თბილი გარემო იყო. შეხედა აი იმის გულისხმობ აი რაღაცა მომენტები ხო იყო, რაც ახლა ნაკლებად მგონი არის, ანუ მეგობრებში ნათესავში მაგრამ პროსტა რენდომ ხალხში ხუთაში რომ აი რაღაცებში რო გეხმარებოდნენ რაღაცა ეს ხანდახან ვფიქარი, იმიტომ ეს ხო რაღაცა ევროპაში ახლა არ არის ესე, ანუ ყველა თავის გზას უყურებს და თავის მიდის და კარგად არის. აქ ეს იყო და ეს ანუ იმისგან მოვიდა რომ მანამდე ეს ხადია გაჭირვების პერიოდიდან მოვიდა თუ რაღაცნაირად საბჭოთა კავშირიდან აი საიდან მოვიდა ეს, იმიტომ რომ ახლა ხო ნელა ქრება ანუ ცხადია და გაჭირვება მაინც არის, მაგრამ ეს მომენტი ქრება რომ შეიძლება ვიღაცა შენს უკან რიგში რო დგას გადაგიხადოს რა ვიცი შენი რაღაცა მაღაზიაში შენი რაღაცა ანუ მაგრამ ხო საინტერესო არის უბრალოდ ეს შეიძლება რაღაცა საბჭოს იკეთე წამოყვა თუ შეიძლება გაჭირვებიდან ალბათ რა არა რატო ქრებას იძახი? არა ქრება საიდან მოვიდა საერთოდ მაშინ რატო იყო? ნუ რავი ხო რაღაცა ეგეთი აღქმა იყო ალბათ სირთულეები ნაკლებად აღიქმებოდა, იმიტომ რომ რაღაცა შედარებით სტაბილურობა იყო, ანუ ყველას რაზე 90-იან წლებში ლაპარაკობს ეს. გავიგე, მაგრამ ეგ ინერცია რა ეს სითბოები რატო და მე ანუ მაგ შედარებას ვაკეთებ რომ იმ რაღაცა საბჭოთა პერიოდში ეს სტაბილურობა ასე თუ ისე იყო რომ შეიძლება ცოტა ქონათ გამუშავება ყველაფერი ცოტა იყო, მაგრამ იყო და ანუ არ იყვნენ ეგეთ გადარჩენაზე რა, რაც 90-იანებში შემოვიდა თავის გადარჩენის მომენტი და ეს ექსკლუზიურად ქართულია რა. აი ეს რასაც ამბობს რა, ეს სითბო და გავიგე, ანუ ბუნება ჩვენი, ანუ ჩვენი ქართული ბუნებაა პლუს ეგ სტაბილურობა და როგორც კი აირია, რავი, ნუ ისეთი ველურები გავხდით როგორებიც თქვა შეიძლება ევროპელები მიუხედავად იმისა რომ ემოციურად სტერილურები არიან, უფრო არ მისულიყვნენ მაგამდე. ანუ ჩვენ ბოლომდე გავწირეთ ერთმანეთი ხვდები და რაღაც შევიზიზღი და მოვიკვეთეთ და რაც დღემდე გრძელდება როგორც კი გვიჭირს ეგრევე აი dangerous გამოსათქმამი არის ემოციურად სტერილურზე, ანუ ევროპელები ემოციურად სტერილურად
მე ჩვენთან სტერილური არა, სტაბილური სტაბილური, ხო, აი ხო არასწორად ვიძახი შეიძლება მართალი ხარ. სულ შეგიძლია სხვა. მაგრამ ანუ ნაკლებად ემოციურები მაშინ თქვათ. ხო, აი ზოგადად აი ცოტა ზედაპირულად ეს ზედაპირული ემოციური სიტყვა ნაკლებად არის და უფრო უნდა ჩაღრმავდე რომ შეიძლება რაღაცა ესეთი. ანუ ეგ ცუდი არ არის რეალურად. აქ ხო ესეა რომ საჩვენებლად ჩვენთან საჩვენებლად არის ხო და ამ დროს მეორე წამში რა ვინო არაფერს საერთოდ არ გრძნობს ისე გემონება უტრირებს როსა და იქ თუ ამას გაგიგეთებს ესე იგი მართლა რაღაცა კი ბატონო ხო ასე რომ პირიქით კაი არის და ჩვენც ეგ მოზომილობა რო გქონდეს და რაღაცა ეგეთი დოღრიალებია როგორც კაი იქნება შეიძლება ხო მოდის ნეალენ არ ვიცი ანუ ის წესიც ხო ანუ რაღაცა ეგ დამოკიდებულება თუ რაღაცა ჩვენთანაც სადღაც ადრე თუ გვიან რომ გავიაზრებთ რომ ესე ჯობია და არა აი მოტყუება ეგ ტყუილია ხო ეგეთი გამოხატვა ადამიანის მიმართ რაღაცლიანად ერიტყვი რა ნუ მაინც რაღაცა დონის პერფორმატიულობა ალბათ ხო ნუ მაგრამ ეს უკვე ძალიან ესეთი თემა არის ძნელი ობიექტურად გასახილი თემა არის სტატისტიკების გარეშე დიახ არის ერების დიახ ხო და შენთვის საცხოვრებლად თქვათ აქ უკეთესია თუ იქ ნუ აქ ცხოვრობ მაგიტომ ალბათ აქ ხო და კონდა სულ აი იმ პერიოდში როცა იქ იყავი ძირითად ნაწილში შენ ხო აქ რაღაცა ცოტა მოგვიანებით პერიოდში დაიწყე ეგეთი ინტენსიური ხო მე აქ დავიწყე ესე მოძრაობა აქ დავიწყე 2016-დან მანამდე სულ იქ ვიყავი ხო რავი მე აქ სულ მქონდა რაღაცნაირად სულ მქონდა შეგრძნება რომ ნაკლებად ხო ეს რაღაცა სტატიკური გარემო იყო ანუ არ იყო ეს გარემო სადაც შეგიძლია რაღაც პროსტა რაღაცები გაგეკეთებინა და გზები ჯერ არ იყო რაღაცა გამოთხრილი რა რაზეც უნდა ჩაჯდე და ჩემთვის ეს მომენტი იყო რომ აქ რაღაცა უბრალოდ შეგიძლია რაღაცები გააკეთო და შენთან ერთად ვითარდება რაღაცა გარემო სწორად რაც რა ვიცი ჩემთვის ბევრად საინტერესო იყო ვიდრე ეხლა რო ვთქვა რომ აი ხო შვეიცარიაში ხო ისე გარკვეული გზები არის შეგიძლია გახდე მუსიკის მასწავლებელი შეგიძლია გახდე მუსიკის ის შეგიძლია გახდე შეიძლება და საბოლოოდ ხო და რაღაცა გადაწყვიტო რა გინდა იყო იმ გარემოში და ეს ამერიკაში მგონი ნაკლებად არის ეხლა უფრო არის რომ ეს რაღაცა ეს entrepreneurial რო შენი საქმე გააკეთე შენი ბიზნესი დაიწყე ეს ევროპაში ხო ნაკლებად არის ეს უფრო არის ის რომ ანუ რაღაცა გარკვეულ გზაში უნდა ჩაჯდე და სატო მე იცი რომ კაი ცხოვრება გექნება კი ნუ ხო რელსები არსებობს ძალიან ბევრს ხო არა ორთქლავებს ისე ბიჭო ვაიპორია იქით იყოს და იმ დღეს დამამატეს რაღაცა გრუპში იმაზე WhatsApp-ში WhatsApp გრუპი არის informed choice და ხო და იქ გასაზიარებელი იმიტომ რომ ბევრი წერს რომ აი მაგას ის ჯობია და რაღაც და ჩაშლილი არის რა ინფორმაცია იდება. ანუ რეალურად ხო არის კარგი ანუ იმას რასაც ვეძებთ ხოლმე ამ დასკვნებს ამ ვეიპთან დაკავშირებით რა კვლევები რაც არსებობს და შედარება ვთქვათ ზიანის ნიკოტინის ეს ამ სიგარეტს და ვეიპ შორის აქვს ძალიან ახალი ინფორმაცია და ვისაც გაინტერესებთ WhatsApp ჯგუფში დაემატეთ ხო დავდებთ თქვენ ლინკს რა ხო დავდებთ მაგრამ თქვი informed choice ხო ქართულია და შეხედეთ საინტერესოა ძალიან და აი ამ რაღაც უაზრო კითხვებით აღარ იარსებებთ რომ იგიც სიმშვენეს იწევს ეგ უარესია სიგარეტზე არ ვეწევი არც ერთ ზოგადად წეველებისთვის ვიძახ რას აშავებ რას ვაშავებ ხო რას ნიშნავს აი რა შენი ვაის რა არის ჩემ თავის მიმართ თუ საზოგადოებრივ არა შენ თავის მიმართ აი დალევა ზოგს მე ვაშავებ აი ამას მე ფრჩხილებს ვიკვნიტავ და აი ეს რაც ვილაპარაკეთ უკვე ეს social ნუ ეგ social media ეგ მარტო შენი არა ხო ეს ცხადია მაგრამ აი ესე მოწევით ალკოჰოლი დრაგებია არ ხარ სმელი kinks ეს რამე ფეტიშები გაიხუმე არა მართლა ძალიან ესე არ მაქვს ეს არაფერი ანუ ისა რა გეიმერი ვარ მაგრამ სტუდია არა სტუდია kinkat არ ჩავთვლიდი გეიმერო რას თამაშობ რაც მე მიყვარს სხვადასხვანაირი რა ესე competitive online თამაშები მიყვარს ცხადია აი მე შუტერისტი ვარ მეც შუტერები მევასებ მაგრამ აი მიყვარს უფრო ესეთი აი ცოტა აი ნარატივით თამაშები რა აი რომ რაღაცა ჯდები და რაღაცა იცი რომ 10 საათი უნდა ითამაშო და მე დახურე რა მაგრამ ის ცოტა ჩემი საყვარელი თამაში არის რამდენიმე მაქვს ერთი არის იკო არ გეც სხვა შესაბამისი სიმღერაც გავაკეთე
იყო Shadow of the Colossus არის მეორე შეიძლება გაგიგია უფრო Shadow of the Colossus იგივე დეველოპერისგან და მე უფრო ეს horror თამაშები რა Silent Hill, Resident Evil და ახლებიდან ბოლო ახალი თამაში ყველაზე მეტად რაც გამისწორდა აი აღარც მახსოვს ის რა კაია რა ქვია იმას დამოვიწყდა ხა შული მაგდრეს თქვენი სერიალი რაზეც გადაიღეს Last of Us სხვა შეიძლება Last of Us 2 ახლა სოფელში ვითამაშე ბოლოს არა თვითონ თამაშს არ ვიცახი უბრალოდ ვიცოდი თამაშიც მაგრამ თვითონ სერიალი ძალიან კაია ხომ არა სერიალი ძალიან კაია სერიალი მე ძალიან Cuphead-ს თამაშობ მარტო ზომბიკები აუ სხვა შორის ძალიან მაინტერესებს იმიტომ რომ ძალიან რთული თამაში აი ძალიან ვიცი საიდან იმიტომ რომ ეხლა მუშაობთ 2D თამაშზე რა და ხელით ვაკეთებთ ანიმაციებს ჩემი მეგობარი ბაჩანა აკეთებ ხატავს ძალიან მაგარი ანიმატორი არის და Cuphead-ის კაკრას მთლიანი დოკუმენტური ვნახე ამის გამო იმიტომ რომ ძალიან გვაინტერესებდა იმიტომ რომ იმათ მათო ყველაფერი ხელით დახატეს და რაღაც ძალიან საინტერესო პროცესი არის ეს Cuphead მე და კოკამ დავხურეთ მეორედ ხო აი კოკას ვაჩუქე Shadow of the Colossus-ი და ჯერ არ უთამაშია მითხა თან დაბადების დღე ვაჩუქე ერთი წლის წინ ჩემი საყვარელი არის Minecraft-ი და Sims-ი Sims-ი აი ხო და Minecraft-ის მუავიც ვერ გავიგე ის მიმი ძალიან საცილო მიმი არის რომ ბაბუა თავის შვილის ჩუქნის Mein Kampf-ს რა ანუ Hitleris წინს რა мама მისი ეუბნება Grandpa I told you Minecraft not და ფრანგულ აქცენტით see Minecraft not Mein Kampf ძალიან კაი ხო და თვითონ Minecraft-ის მუღამი ვერ მივხვდი რა მითამაში არაზრა ის Minecraft-ს Minecraft ვინა ოსმო თამაშობს რა ქვია იმ დედა ძაღლი რა არის არა Minecraft-ი გაიარა ეხლა უარეს თამაშობს Roblox ეს უკვე ჩვენი თაობა აღარ არის მგონი აღარ ვიცი რა არის მე ვარ გაზრდილი Sonic-ზე Sonic-ზე Sega Mega Drive-ი მქონდა და 70-იანებში ვიღაცამ რო გვაჩუქა ბავშვობაში არც თუ ისე შორს ხარ ხა რა ანუ ყველას ჰქონდა Nintendo-ები და რაღაც D&D მაკბერში და შენ ვიღაცამ გაჩუქა მე ინგლისში ვიყავ ინგლისიდან ჩამოვიტანე Sony-სა Sega რაღაც პერიოდში ვიღაცამ გვაჩუქა აი სადღაც ეს 90-იანების ბოლოს შენ გაჩუქა ვიღაცამ და იქ ბებია შენი სახში ვთამაშობდით ბუხასა და ცხოვრობდა და კახა Sega-ს არ მახსოვს მე მგონი Sonic-ი იყო თუ Sega არა Sega ინგლისიდან ჩამოვიტანე ხო სხვა ერთ-ერთი ჩემი ყველაზე საყვარელი gaming memory იცი რა არის რომ სოფელში მაშინ ეს 2003 იყო მგონი 2002-2003 სოფელში კავთისხევში პირველად ჩამოიტანა ვიღაცამ ეს Sony რა და ხო სულ იყო ის რომ შუქი არ არის და მე მოდის და არ არის და რაღაცა და რაღაცა ორი თამაში Spider-Man-ი და Jackie Chan-ი ქონდა და მთლიანი სოფელის ბავშვები იმ სახში შეიკრიბეს და Jackie Chan-ს და Spider-Man-ი ერთ საღამოში დავხურეთ და სულ იყო რომ შუქი წავიდა მე მოვიდა და ახლდა უნდა დაგვეწყო ის ტური იმიტომ რომ memory card არ ქონდა იქ და აი რაღაცა ისე მახსოვს პროსტა ეს მომენტი რომ ესე კომუნალურად ყველა იქ იმ ოთახში ვიყავით ამ Spider-Man-ს თამაშობდით რა ეგ ძველი D&D-ის პერიოდის არა ეს უკვე Sony-ის პერიოდი აქ ხო ისე ამას D&D ეს ვერ მოესწრო ვერ მოესწრო 90 მეზობლებს რო ქონდათ მაგრამ ესე ან შენ ალბათ ძალიან გაჭიროა 16-იანი ხარ 14-იანი D&D-ის დრო აღარ მახსოვს იყო D&D კაი 2000-იანამდე ხო იყო მართლა რა მე მგონი იყო ხო და მე შვეიცარიაში ვიცი შენ რო გაგიცანი იმის მერე კომპიუტერს აღარ გავყარებულო მაგრამ აი ერთი პერიოდი მახსოვს ვიღაც ან თუთკას მოკონა ან შენ ვიღაცამ გაჩუქა და თამაშობდით რაღაც პერიოდი რა იმ პატარა ოთახში ვიყავ ჩაბუდებული იქ მე ორი ყლუპი დავლიე და უკვე ცოტა დავთვერი ზოგადად რა მაგარი ინდა ანონიმურ ალკოჰოლიკებს წაგიყვანო აუ ისე შუადღიდან გამარჯობა მე ვარ კორწი მე დღეს დავლიე 2 მილიგრამი აუ ისე დავსვათ ბევრ საინტერესოს გაიგებს იქიდან ენეის ჯგუფებიდან რა იცრაში გამოგადგება მაინც რა მარტო ის ხარ არის ხო მილიონი დამოკიდებულების ამბავია იქ რაღაცა შეგიძლია შენ სკროლვის დამოკიდებულებას შეებრძო ნახოთ ეხლა თუ ვერ გავა თუ ისე უკან ჩავარდები
არა, მე უნდა მოვიფიქრო რაღაცა როგორ გავაგზავნო, რაღაც მომენტში მე კონცერტებისთვის და ეს რელიზებისთვის ხო გჭირდება ახლა, ანუ ამის garaშე ფაქტიურად ახლა ვერ სამწუხაროდ, ხო. მაგიტომ მაინც უნდა ახლა რაღაცა მაქვს რომ რაღაც მომენტში ისე უნდა შევიდე, просто ახლა ვფიქრობ, აი როგორ შეიძლება რომ შევიდე, რომ ისე 4 საათი დღეში არ ვსკროლო. და გაუქმე შენი აკაუნტები თუ უბრალოდ შენ წაშალე ტელეფონში? ტელეფონიდან წაშალე რა, ისე. მე შენ ადგილზე ბოქსზე შევიდოდი ახლა. იღლია გახეო. ვიცი. ყელი გამოჭრს. სპეციალურად. გახოს ეგ ანეკდოტი? კი, წარბები გადაბმული. ხო და ბოქსი. თავის დაცვა გინაცვა. რაღაცას ხო დადიხარ? არა, აღარ, ერთი წელი ჯიმში დავდიოდი და მე რაღაც მომენტში ვიფიქრე, რომ იდეაში დიდად არ მომწონს ესე რაღაცა weird shape მქონდა. და რა მართლა დაგეტყო? რაღაც უცებ მხრები და არა, მაგიტომ არა, უბრალოდ აი ხო რაღაცა ეს ცოტა ხორციანია და ადვილად უფრო, ანუ დაიწყობა კი არა გადიდდება უფრო მალე რა. ანუ ამითი ყველაზე დიდი პრობლემა ეს არის, просто ხო იცი რაღაცა კვირაში 3 ჯერ დავდიოდი, ესე кайხანი და ჩემი ტრენერიც მყავდა. кайხანი რამდენი ხანია? ერთი წელი ესე. კი, ერთ წელიწადში გადიდებოდი რა იქნება. და ხო, უბრალოდ რა ვიცი, ახლა მე რაღაც აღარ მომენტა. ვაიმე როგორ მინდა შენ რომ მოგიგდო მე ჯიმში, იცი? მე ძალიან მინდა, იმიტომ რომ მივხვდი რომ ვიღაცის კონტროლის garaშე ვერ ვაკეთებ რა. ხო, ეს არის. აი დღეებს მაზავ, მაგალითად იმ დღეს მივედი და მქონდა ბიცეპსის და ზურგის დღე, ბიცეპსი გავაკეთე და უცებ აი ერთი აზრი მოვიდა თავში და ეგრევე წავედი, გავტრიალდი შაوار ეგრე. ხო და მაგიტომ აი რო იცი რომ რაღაცა ტრენერი ყავს და ფულს იხდი, მე ვეღარ აკეთებ მაგით. იცი რა მარტო ტრენერზეც არ ტრენერი ძალიან კაია, მაგრამ ვიღაცა ჯიმბროები რო არის ახლა ახლა გიტყდება მე ახლა წასვლა. და თან ყველას სჭირდება თუ განვითარება გინდა, განვითარება სჭირდება, აი რაღაცა ცოტას მეტის გაკეთება, სადღაც 80%-იანი ვარჯიში სჭირდება და ამიტომ დამხმარე როგორც მინიმუმ გინდა. თან თუ ახლა გამოცდილი დამხმარე ანუ ტრენერის იმით თუ ბაზით ვიზავთ ერთად ვერლით. ბიჭო მე სახლისგან შორს არ მინდა და შორზე არ არის ერთ და იგივე დროებში და ხახ შეთანხმება. ხო, ეგეც ხო არის. ისე ჯიმები ძალიან რაღაც მომენტში უცებ ძალიან პოპულარული გახდა, არა? ანუ მე მახსოვს რომ არავინ არ დადიოდა და უცებ ყველა რაღაც, ანუ including me, მაგრამ მე ეგრე დამხვდა. ადრე არ იყო და არ ვიცი როდის დაიწყო აქ რა რეალობაში. მე რა ვიცი. მე ხა ბავშვი რა 18-17-ის რო ვიყავი, ჯიმში დავდიოდი ისე ცოტა ხნით ერთი 8 თვით, რაღაცა რამოდენიმე წელიწადში ერთხელ და ეხა უცბად ბუმი ატყდა, მე მგონი იმის მერე? არა, მანამდე. მარტო აქ არა, ანუ პანდემიამდე დაიწყო. ანუ ბოლო შვეიცარიაში რო ვიყავი, ჩემი მეზობლები რა, 12-13 წლის და აი ხო იცი, regularly ჯიმში დადიან. ანუ რაღაც просто აი ის გახდა ეს self care რაღაცა. ანუ ხო მარტო ჩვენთან არა, ანუ იძახი იქაც ხა. ყველგან არის, ეგ უფრო ექსტრემა. იმიტომ რომ დაჟე ხა სადაც წავედი რა, რაღაცა იქ ავსტრიაში იმაში, შუალედი თუ მქონდა, აი ყველგან იყო, აი ყველა ფეხის ნაბიჯზე შემეძლო შემერბინა მივარჩი. დაჟე უკრაინაში გადაღებები შუალედში, იმაში ბუჩაში დავდიოდი ჯიმში. ბუჩა. ეს რა საუნდები რაღაც 1-2 ჯიმი რაღაცა. იმ დასახლებაში და მშვენივრად კვირაში 3 დღე მოვახერხე. ვა, პირველად სინჯავს სხვადასხვა მე ეს პრესეტია. ძალიან მაგარი საუნდები აქვს რა. აი ეს ერთიდან 8-მდე არის უკვე ანუ ბევრი პრესეტია და აქ ამახსოვრებინე. ეს როგორ დავიჯერო რომ არ გაქვს შენ. და დრამიც აქვს და ყველაფერი რეკორდერიც არის რა. ამას პროდაქშენებისთვის ხმარო. ყველაზე ხშირად ამას ხმარო. ძალიან მევესებას რა. აი ნახე საუნდ. ვაუ, შე რა ხდება ამ ეკრანზე. ეს არის ისენი რა, ეფექტები და ეს არის ბანკები რა. და შეგითონ იწეს სენტრზე. შეგიძლია ჩაიწერო რაღაცებიც არის. რაღაცა community არის პახოთ რომელიც აშიარებს. რამე არის აი აქ და რა ვიცი აი ნახე მაგალითად. მაგარი, ხან რა თესლი ეკრანია ახლა. და როგორ მოახერხე რომ არ გაქვს? ხო ესე არის, ანუ ყველაფერი ვერ გექნება, თორემ მე დაიგნები. ხო, მაგრამ ის მგონი იმდენად მნიშვნელოვანი არის ამისგან, რომ ვიცი, ანუ რომ წესით უნდა ქონდეს.
მე ის ვიყიდე აი რა კაკრასი 3 წლის წინ დიგიტაქტივი ვიყიდე ელექტრონი ხო იმას მაგრა ჩავჯექი ისეც ესე რაღაც პატარა არის ხო იცის პატარა რაღაცები ასწორებს შეგიძლია იქაც იგრიალო შეგიძლია იქაც იგრიალო გარე პაო ნუ მიყურე RZA's type beat არის. მინდა ისეთ შეძლებული პოდკასტი ვიყოთ, რომ ყველა სტუმარს რაღაც ესეთ ლიფტს ჩუქნიდეთ. გაჯმული რო კონდეს ეგრე თავზე. ორივეს დაუ. რო ვინც რას შეეხება, კლავიშს რო გაატანა, ამას რო გაატანა, და კამერას რო გაატანა. ბოლოს შიერი რო ზიხარ. სიბრელეში. საათმა მაღალი ხო არა? კი. აჰა, დავიდა. 3. Go. შეხედე რა მაგრა დავამთავრეთ ერთდროულად. იდეაში მე პოდკასტებს რო უყურებ, სულ არის ესეთ რაღაცა, აი ძალიან სექსისტურ თემებზე და აი ძალიან ვტრიგერდები და ამისგან მუღაბ ვიღებ მე რაღაცნაირად. ანუ აი ძალიან ასოციალურ რაღაცებზე რო ლაპარაკობენ, აი რო რაღაც. ანუ მოგწონს თუ არა პირიქით? არა, ანუ მაბრაზებს ძალიან და ამისგან რაღაცა სტიმულს ალბათ ვიღებ. რო გაბრაზე. აი ძალიან არასწორი პოლიტიკური რაღაცა პოდკასტები ხო ბევრი არსებობს საკმაოდ ამერიკაში. არ ვიცი. არა, მე ვერ უყურებ. ანუ ძალიან ტრეში ის რაღაცა. აი მაგალითად რა. აი მაგალითად აი რაღაცა hardcore მემარჯვენეები რო ლაპარაკობენ რომ ქალებს არ უნდა ქონდეთ ვოტინგის უფლება და მე ფენელი არის და 20 კაცი. სერიოზულად მეუბნები, მაგებს ლაპარაკობენ, აი ესა სერიოზულად. ხო, სერიოზულად ზიან წრეში და ლაპარაკობენ და არის ერთ ხადია რაღაც. შეხვედრია ჩვენ რეალობაში არა, შეხვედრია რომ ქალებს არ უნდა ქონდეს ხმის მიცემის უფლება. მე არ მინდა. მე არის რაღაცა 4 მემარჯვენე კაცი რომელიც სერიოზულად ამას ამბობს, ერთი მემარჯვენე ქალი რომელიც ისიც ამას ამბობს და მე არის ვიღაცა ერთი საწყალი მემარცხენე ტიპი რომელიც თავი უნდა დაიცვას ამ ხუთის წინააღმდეგ და ნუ ეს არის მე რაღაცა მუღამი რომ. ანუ არაფერი კინკი არ მაქვს, მაზოხისტი ყოფილხარ შენ, მაგერს რატო უყურებს? არა, ბიჭო, თან აი ხანდახან, ნუ ჩემს ეგ ტრეშია და. აი რაღაც 4 flat earth-ერი ეკამათება ერთ მეცნიერს და მეცნიერი მე ცდილობს რომ აუხსნას რომ არა გვალია და 4 მაგრამ აი deep state. დღეს მაგას არ usmendit გზაში? ხო და ასე იყო ეგ ნარატივი ჩართული. ოკეი. ნუ აი რაღაცა რომ სერიოზულად გეუბნები, მონაკვეთი იყო, ტიპი ამბობდა რომ ტრამპმაო ქოცების ნარატივი მოპარაო და იმითი არჩევნები მოიგო. ეს იყო გზაში. სვეჩი სიგიჟებს უსმენდით. სასწაული არხი იყო. ვაუ. და თან არ მინდოდა რომ ხმამაღლა, იმიტომ რომ ეზარებოდა იმ ტიპთან შესვლა, იმიტომ რომ პოდკასტ ნეტა. ჰა? ჩვენ პოდკასტს არ გაუშვებენ მაგარზე.
რადიო რაღაცა იყო, რადიო ჯეტე თუ რა. აუ, არ ვიცი, რადიო კატასტროფა. ჯეტეა. თან გვიან მივხვდი ამას ველაპარაკები და ის შეჭამა ყური, სანამ შენ ჩაჯექი და მე შენ ჩაჯექი რაღაც პერიოდი ცოტა ხანი გავჩუმდით და აი მოიტანა დიდი დოზით. თან კაი ხანი, ანუ მე რო ჩავჯექი უკვე ამაზე იყო ლაპარაკი და მე ვერ შევნიშნე გვიან შევნიშნე. ისკენ უკვე აღარ დაიჭირა შიშინი ძამა. აუ, ეგ აუ პირველ გადაცემის ხეთაში ახშობენ. ხო, ანუ რატომ არიან ეს ნარატირები ესე მიმზიდველი ეს თავისი. რავი, აი ეგრე მე მაგ მაგაზე ნანახი რაღაცა რა. განსაკუთრებულად გძნობ თავს, როცა ხარ ყველა საწინააღმდეგო. არიან ტიპები, ვისაც მაგის მოთხოვნილება აქვს, ვისაც აი conspiracy theorist-ები ვინც არიან, თავის თავს გძნობენ განსაკუთრებულად რა. ხვდები, რომ აი არის ამისი მოღონილი. ხო, მართლა ესე კი არ არის. აი ხა იმ დღეს კი არა რაღა დროს იმ დღეს არის ჩარლი კირკი რომ მოკლეს, ხო, ნუ საშინელი ამბავი არის რა და ფიქრობდი რომ ანუ აი ნეტა რას მოიფიქრებენ და 1000 სხვადასხვანაირი კონსპირაცი გაიჩითა აი ამაზე რა ტიპმა გააგორა და აღმოჩნდა რომ არა კი აი იმ დაცვამ გააგორა იმან გააგორა აი რა მნიშვნელობა კაკრას ჩარლი კერკს მაზოქისტურ პორჩის დიდი სიამონებით უყურებდი. ანუ სულ იყო ეს ჩარლი კერკი, სულ იყო იმ მხარეს, რომ უნდა აუგრძალოთ. სადღაც ეს ეგეთ ნარატივებს ახურებდა ეგეც რა და ჩარლი კერკი ერთ-ერთი წამყვანი იყო ესეთი ნარატივების, ანუ flat earth-ერების, არა, მაგრამ მე გეუბნები, რომ რა ვიცი, ქრისტიანობის გარეშე სხვა რელიგია აღარ უნდა არსებობდეს. რაღაც ესეთი რაღაცები, აი ცოტა ჰაიპერნაციონალისტური რაღაცა ესეთ. და აი ეს რომ ქალები მაინც სახში უნდა დარჩნენ და ხო იცი ეს ნარატივი ხალი კუხნაში და ხო და ანუ საინტერესო არის ამ ნარატივებში რა ვიცი ჩემთვის სულ რომ ანუ როგორ ეკამათები მე ამას იმიტომ რომ ფაქტია რომ რატო აი გარმეს რატო ეკამათები იმიტომ რომ სხვა გზა არ არის, ანუ ფაქტია რომ ანუ ყველანაირ მთავრობაში სულ ერთია თუ საქართველოში, თუ ამერიკაში, თუ ევროპის მოდიან პარტიები, რომელიც საკმაოდ პოპულარულები არიან და ამ კონსერვატული პონტით შედიან მთავრობაში და იმყარებენ ამ თავის ძალაუფლებას, ანუ გახდა სტანდარტი და ამის წინააღმდეგ თუ რაღაცას არ მოიფიქრებ, ანუ ამ სიტუაციაში ყველა ჩვენაერ სიტუაციაში მოხდება ანუ მალე სავარაუდოდ. ბიჭო ისა რა ქვია ზუსტად ვიცი რაც უნდა გიპასუხობა რო გიპასუხო უნდა გადავიდეთ ამის განხილვაში და საერთოდ არ მინდა მაგაზე ლაპარაკი ხო და მისმინე უცებ ჯემიდან როგორ გადავედი პირდაპირ კაი მორჩა გართობა ახლა დავიმსახურე საგარეო შენ კონცერტების ამბებში საგარეო კონცერტებში აი რაღაცები ტურები ხო ქონდათ ტურები შენი აზრით რა არის უფრო მნიშვნელოვანი რომ არტისტი საკუთარ ქვეყანაში უნდა იყოს წარმატებული თუ საზღვარგარეთ მაინტერესებს რა ყველგან ალბათ სადაც ხელი მიუწვდება ყველგან უნდა იყოს ანუ უფრო მნიშვნელოვანი აქ ჯობია ისე რომ იყოს მნიშვნელოვანი რისთვის ანუ როგორც არტისტული ისა რა ქვიან fulfillment-ისთვის რა თქმა უნდა და არტისტს უნდა რომ ახლა სოფლიომ რო აღიაროს ახლა თავის ქვეყანაში ავტომატურად პოპულარული გახდება ხო არა ხო ანუ შეხედე ეს არის ეს ორმაგი ის არის იმიტომ რომ წარმოდგენა ხო არის რომ ინტერნაციონალურ აღიარებას რომ მიიღებ, მე საკუთარ ქვეყანაშიც ეს არის რაღაცა ოპტიმალური წარმოდგენა. Question არის დღევანდელ გარემოში რამდენად legitimate წარმოდგენა არის ეს. რატომ არა? იმიტომ რომ ზოგადი მსმენის პონტი რაც არის ამ წამს რო არის მუსიკა step online და რაღაცა აუდიტორია ამ მუსიკას პოულობს შეიძლება იყოს რაღაც 14 კაცი შვედეთში 40 იქ 40 აქ ესე და ანუ ბევრ არტისტს აქვს პრობლემა რომ აი ხო იცი ყავთ ეს მსმენელი მაგრამ არ არიან არიც სად საქართველოში პირიქით გვაქვს რაც მე მაგრამ ისწორდება რომ მე ვიცი რომ მე რომ ყავს რაღაც 30000 მსმენელი სავარაუდოდ ყველა უბნის ახლოს ანუ ხო იცი რაღაცა აი რაც მაგარი რაღაც პონჩი advantage არის რაც საზღვარგარეთ რო ვარ არტისტებთან და რომ ლაპარაკობს ზოგს ვინც ჩემზე ბევრად წარმატებულები არიან ვინც ნაკლებად აი ის მომენტი არა აქვს რომ ანუ ხო იცი რაღაცა ყავთ ეს მსმენელი მაგრამ რაღაც მომენტში ხელშეუხებელი არის ეს კონცერტს ვერ აკეთებ ხო აი სად არიან რომ და ამას მე უკვე აი ხო იცი ესეთი ინტერნაციონალური
შეგროვება და ვინ სად არის და რა ამას ჭირდება უკვე რაღაცა სერიოზული მე ჩალენჯი და რაღაცა და ჩვენთან რაღაცა ეს არის შორტკატი არის პატარა. ეგ არის ხო უმეტესი ხალხი თბილისში საქართველოში რო გისმენს საქართველოში კონცერტს რო გააკეთებ გაავსებ ნებისმიერ დარბაზს და იქ როგორ ხდებოდა იმ ტურებში როგორც სადაც დადიოდით ტურებში როგორ ხდებოდა საკმაოდ სხვათა შორის საინტერესო იყო რომ ყველგან ქართველები იყვნენ ძირითადად ანუ მაინც ნიუ-იორკშიც იმიტომ რომ ანუ ყველა ძირითადად ეს ხო იცი რაღაცა თვით ორგანიზირებული კონცერტები იყვნენ ან რაღაცა ესე მეგობრების ქართველი მეგობრების არ იყო რაღაცა რომ თესლ ფესტივალში ვთქვათ რაღაცა ნიუ-იორკში უკრავ იყო რაღაცა პატარა ადგილზე კლუბში და იყვნენ ქართველები ანუ დიასპორები დადიან ძირითადად ხო და სხვადასხვანაირი ძალიან მაგრა გაასწორა ახლა ჰამბურგში შენ რო იყავით ცალკე იყავით თუ კოკას დივიზიონი იყო ვიღაცები არა მე და კოკა ერთად ვიყავით არა სხვები ვთქვათ იქან მოკუან ვიღაცებთან ერთად არ ხარ ესე ნიუ-იორკში კრიმსთან ერთად დაუკარიცხადია ჩვენი კოლაბები. დღეს მოკუს ცოტნეს დაბადების დღეა და მიულოცე რა. ულოცავ ცოტნეს. ეს დღე ეს როცა გავა? რა მნიშვნელობა ხო გაუხარდება? როცა იქნება. როცა გავა უკვე ორ კვირაში. ჩვენგან პატივისცემა. მაგრამ მე ჰამბურგში ძირითადად ქართველები იყო და ბერლინში ძირითადად ქართველები. ანუ ხო იცი რაღაცა ორი მხარე აქვს. ერთი არის რომ ცხადი აქვს სხვა ქვეყანაში რომ წახვალ რაღაც პონჩი გაასწორებს რომ იქ ხაო რა აუდიტორიას ის მეორე მხრივ მე მაგრა ანუ რაღაცნაირად გამისწორდა რომ ის არ არსებობს ეს ხალხი ვინც უნდა რაღაცა საზღვარგარეთ ჩემ კონცერტზე მოსვლა ვინც რაღაცა ენატრები რაღაცნაირ პონჩი ანუ მე აქ მნიშვნელობა ადრე მე მქონდა ეგ ილუზია რომ აი საზღვარგარეთ არანაირ მნიშვნელობა არ აქვს ვინ მომისმენს რა პირიქით დაჟე საქართველოში რომ მისმენენ ეგ უფრო ასწორებს რა ხო ანუ იმას ფინანსურად გასაგებია რომ ჯობია რომ საზღვარგარეთ მოგისმინონ ხო ფინანსურად ყველა რო გითხრა რომ ეს არის რა ქვიან ანუ საზღვარგარეთაც ყველა მუსიკოს აქვს ანუ real talk რო გავაკეთოთ ევროპაზე მუსიკოსები კონცერტებიდან ანუ დიდ ნაწილად ანუ ნაწილი არის შემოსავლით მაგრამ 99% მუსიკოსების ან ასწავლიან ან რაღაცა ხო იცი commercial work ან რაღაცა ანუ არ არის ეს პონტი რომ ევროპაში უცებ აჰა მუსიკოსი ხარ და კაი შემოსავ ანუ ცხადია ბევრად უკეთესი სიტუაცია არის ვიდრე აქ მაგრამ არ არის ანუ სტანდარტ ხელფასი მუსიკოსისთვის ერთ კონცერტში შვეიცარიაში არის ეს 300-500 ფრანკამდე რა. მართლა? ანუ ცოტა. ანუ არის 1000 ლარი. ანუ ხო, არ არის ეხლა რომ თქვა ვაუ, ანუ თან შვეიცარიაში ამისგან ვერ იცხოვრებ, ანუ იმიტომ რომ ისე ასწავლიან რომ თქვი მეც მინდა რაღაცა კურსი გავაკეთო music production-ის რა. რომ აი მე ჩემი რაღაც დაგროვებული ცოდნა გადავცე უკვე ტიპებს ვინც იცის რაღაცა ხო ეს просто Ableton-ი რო იცის და მინდა რომ კურსი გავაკეთო და ონლაინ ფორმატში რომ გავაკეთო ონლაინ არა მაინც შეხება სხვა არის რა და ერთი 10 ადამიანს ავიყვანდი და დიდი სიამოვნებით რაღაცებს ვასწავლიდი და რავი თუ ამ გადაცემის გასვლამდე მოვიფიქრე ზუსტად რას ვაკეთებ ხა სილაბუსს წერ დავდებ ლინკს ხო სერიოზულად მინდა რა და სად რის ბაზაზე ჩემ ბაზაზე არა მაგ ოფისი სადაც გავაკეთებ რა მაგას სტოკტონში თა იქში სტუდიაში სხვა არა ძალიან უცი რა რაღაცნაირი ბუმი მოხდა საქართველოში აი ეს Ableton dance music გაკვეთილების ერთი პერიოდი მე ხლა აღარ ვიცი რამდენად არის მაგრამ რაც მას ხუცებ რაღაცა ბევრი გაიჩით აი Ableton-ში dance music-ის გაკეთებას ასწავლიან რაც მე ცოტა სულ აი რაღაცა ცოტა ვფიქრობდი რომ რაღაცა streamlined way of learning music არის რომ ახლა Ableton-ში ისწავლე როგორ კეთდება house მუსიკა ცოტა ხო აი რაღაცა რა ანუ მაგიტომ აი ეს მაინტერესებდა რა შეიძლება იყოს ესეთი რომ აი რაღაცა უფრო more open იმიტომ რომ ჩვენ როგორც ვისწავლეთ ხო ელექტრონული მუსიკა ძალიან experimental აი ეგ whatever happens და ეს რო უნდა ისწავლო იმ გარემოში რომ ეხლა დავალებას მოგცემ და ხო იცი რაღაცა ან ჩალიჩი სჭირდება ამის ჩემთვის ისიც მნიშვნელოვანი იყო რომ არ ვიცოდი software-ი ხო ზუსტად და ამ სწავლაში ვიგონებდი რაღაცეებს და განსხვავებულ რაღაცეებს ვქნიდი ხდები ხო აი ვთქვათ კომპრესორი ხო მე რაღაცა შორიდან ვიღაცა მითხრა ვა Daft Punk-ი კომპრესორებს ხმარობს და მე ვფიქრობდი ვა და ხო იცი ყველა ჩენა პლაგინი Logic-ში stock პლაგინი კომპრესორი იყო და აი გაგებაში არ ვიყავი რა просто აი Daft Punk-ი თუ ხმარობს ხალია და ყველაფერს რო უსმენ მაგ პერიოდიდან აი ოსტა აი კატასტროფა ჟღეს აი რაღაცა აი კომპრესორი თუ არასწორად ჩართე უბრალოდ აი
ესე ანგრევს მუსიკას, რომ და მე რო ვისვენებ ამ დროს თქვენ რომ მაინც ვეცდები რომ აგიხსნა როგორც პროლეტარის არა ესე მესმის კაცო უბრალოდ მაგ თემაზე კომპრესორი რა აი ხარ კომპრესორის ახსნას ხარ და ვარ დავიწყებთ მაგრამ როგორც არა ხო და პირიქით მე ვსარგებლო ხოლმე და მოშვები რა ქვია კომპრესორი 20 წელი დამჭირდა რომ კომპრესორი გამეგოთ მე ბოლომდე მაინც არ მესმის არც მე ანუ მუღამი ხო არის რომ სულ გონია რომ ეხლა გავიგე და მე ისე რაღაცა ანუ საბოლოოდ როგორც ხდები იმდენად გაუგებარი არის იმიტომ რომ ყველაფერი ხდება რაღაც მიკროწამებში ანუ ამ რაღაცას მუსიკას ტალღა შემოდის ეს რაღაცას უშვება მილიწამებში და მე ისევ გადის თან სხვადასხვანაირი კომპრესორები არის ოპტიკური ის არის და იმის მიხედვით როგორ თავ ეს რაღაცა სხვა რაღაცებს უშვება მიკროწამებში და მე შენ თან გრძნობ რომ რაღაცა განსხვავება არის ანუ აშკარად გრძნობ არ არის რაღაცა ხუმრობით არ გრძნობ მაგრამ აი ზუსტად ვერ ხვდები რა ხდება და ამის ახსნა ძალიან ძნელი არის და გაგებაც ძალიან ძნელი არის მაგიტომ საბოლოოდ ყველას ვიცით თეორიები წაკითხული გვაქვს წიგნებში გავლილი გვაქვს ტუტორიალები მაგრამ საბოლოოდ ძალიან ძნელი არის ჩამოყალიბება ზუსტად რა არის ეს იგივეა რომ გაიგო ღმერთი კომპრესორი ღმერთი ზუსტად მაგრამ ხო აუდიო ტექნიკა ცალკე თემა არის ამის ცალკე პოდკასტია ამას პროსტა ეთესლი მიკროფონი არის ეს მაგარი არის რიბონი არის კაი მიკროფონები მაგ კიდეს ხო ეს ერთი ზემოთ დავკიდოთ საერთოდ რა კაი ისე არ გამოვა რაღაც ეს არა იღებს რომ ესე არ room sounds ხო ეს კაკრას შუაში რომ დაკიდოთ ეს room sounds არის ხო მაგრამ რა გვინა room sound რატომ არა room sound აი უფრო ისა ოთახის შეგრძნება რო კონდეს ჩანაწერში ატმოსფერო კაი იქნება ხო აი რაღაც ქარი ის რეფლექშენები კედლები გარედანაც დავკიდო მიკროფონები ხეების ხანდახან Instagram-ზე მე recommendation-ები მოდის აი რაღაცა ხო იცი random message-ები მომდის აუ ამ ტრეკზე remix-ი ააწყე მე და მე ხო ასწორებს მაგრამ ანუ ცოტა ის არის მაყუთი არა ეს პროსტა რა ეს რა პროსტა გააკეთე და არემიქს ნუ რავი შეკვეთას იძლევიან ხო არა ეს არის ხო და შენი რა განათლება არის მუსიკა ჩემი ოფიციალური განათლება არის ტექნიკუმი აქ დამსახურება ხო მაინტერესებს მე მაქვს ჯერ მაქვს ხმის ანუ ერთი ნაწილი იყო ეს ხმის ინჟინერობა და რაღაცა და შვეიცარიაში დავამთავრე და მეორე მაგისტრატურა აი კლასიკურ კომპოზიციაზე ანუ ესე ნოტებით და რაღაც ხო მაგრამ ის თავისი მანამდე აწლედები და რაღაცა ეს არ არსებობს ეგეთი არ არსებობს შენ ცხოვრებაში აი ანუ შვეიცარიაში არ არსებობს 10 წლედიან რაღაცა. ნუ რაღაცა მუსიკალური სკოლა, საიდანაც კონსერვატორიაში მიდიხარ. ანუ არსებობს რაღაცა პირდაპირ კონსერვატორიაში. არსებობს უფრო მუსიკალური, ანუ ვთქვათ არსებობს ახლა გიმნაზიები, სადაც ფოკუსი აქვს რაღაცა, შეიძლება მეტი მუსიკის გაკვეთილება, მაგრამ ესე როგორც 10 წლედი აქ არსებობს. იმიტომ ჩვენთან და 7 წლედიანი კონსერვატორიაში მე მიდიხარ 10 წლედი უნდა დავამთავრებო. ხო, არა, ესეთი რაღაცები არ არსებობს. ხო. ესეთი რაღაცები, ეს რა, საბჭო რეჟიმია. ხო, მაგრამ კონსერვატორიაში როგორ მიდიხარ, თუ არ გაქვს მანამდე ეს მუსიკალური სკოლა? არა, ცხადია, მანამდე უნდა გქონდეს რაღაცნაირი განათლება, ანუ უნდა ისწავლო როიალი ან რაღაცა ინსტრუმენტი. ხო, მაგრამ სად სწავლობ მაგას თუ ეგეთი სკოლა არ არსებობს? არსებობს სკოლები, ანუ უბრალოდ ანუ არ არის, ვთქვათ, ანუ ერთი სკოლა არის, სადაც შეგიძლია ისწავლო, ფოკუსი გააკეთო, ვთქვათ, ბოლო 4 წელიწადში, ხო, ანუ 12 წელი რო არის სკოლა, ბოლო 4 წელი შეგიძლია, ვთქვათ, აერჩიო, მე მინდა ვისწავლო ლათინური, ან მე მინდა ვისწავლო ინგლისური, ან მე მინდა ვისწავლო როიალი. გასაგებია. და имаზე მე აკეთებ, ანუ შენ თვითონ ირჩევ რა, რაზე გინდა, ანუ არ არის რომ წინასწარ დაერჩიო ამ სკოლაში მინდა სწავლა. გასაგებია, ხო, იქ რაღაცა შერწყმული არის ესე იგი ეგ. მაგრამ ცხადია ცალკე არა სკოლაშიც უნდა იარო და ის პარალელ რეჟიმში უნდა იარო და ნუ განაჩი. მაგრამ ცხადია თუ ღმერთმა დაგვიფაროს ევროპაში რა. ძალიან Europe bashing-ი ხო არ გამოგვიდა და გამოდის რომ საბოლოოდ მაინც ჩინეთი ჯობია. ეპიზოდი რომ გამოვიდეს ისეთი რაღაც ამ რეის ფეტიშიც ამას აქვს. ყველაფერი არის მონტაჟის ბაზარი. ხო, შეგიძლიათ ესე დაამონტაჟოთ. ისე დავამონტაჟოთ. მე ვარ მაზოქისტი და ევროპა ცუდია. ეგ აუცილებლად იქნება ტრეილერში. აუ, ძალიან კაია, შენ მე სულ ესეთი ფენტეზი მაგით იწყება გოგა ტრეილერი. მე ვარ მაზოქისტი, ევროპა ცუდია. ხო. მე არანაირი პრეტენზიები არ მექნება. ევროპა ცუდია და სამივესი უნდა იყოს. და უბრალოდ მე ცოტა გრძელი პაუზა, სადაც თქვენი არაფერს არ
სადაც ცოტა ბიჭო, საბრინასი არ იყოს და Carpenters რო იყო ბენდი არ გევასებოდათ. წერს ადრე მე ეს კაი ბენდი არის. რომელი არის იმათი ყველაზე ცნობილი? Close to you. ხო, close to you. When you რაღაც ძალიან ბევრი ჰიტი ქონდა. ეგ არის Carpenters. ძალიან საყვარელი. ბარტ ბაკარაკის არ არის ეგ სიმღერა. შეიძლება და ამათმა რაღაცა ხო ცნობილი სახელი არის. დააკავერეს თუ რა. შეიძლება სისურელებს რომ მაგრამ ეს ემოციურად ეგრე მგონია. სწორი ხარ ანუ დააკავერეს არ არის. ანუ ვიღაცა წერდა ამ სიმღერებს და პროსტა ხო იცი სხვათვის ბოლოს ამაზე ვფიქრობდი. გვაქვს კიდევ დრო. დრო გვაქვს. ფირი ხვანთავდება. ანუ ის დასაწყისში რაზეც დავიწყეთ ლაპარაკი რა. ძალიან ფასცინირებული ვარ ამ ძველი ლეიბლის სტრუქტურაზე, რომ ანუ გაქვს ლეიბლი, რომელიც შედგება რამდენიმე სონგრაიტერი, რომელიც სიმღერებს წერს და პროსტა ხალხს აძლევს ამ ლეიბლში. რა შეიძლება ერთმა დაწეროს სიმღერა რა Close to You, მისცეს ლეიბლზე 5 სხვადასხვანაირ მუსიკოს ყველამ ჩაწეროს და გამოუშვას ერთი დეკემბერში, ერთი ნოემბერში და ერთი იანვარში. ესე კეთდებოდა რა, მთელი მუღამი ეს იყო. და პროსტა ფულ შოულობდა. და publishing-ში იყო დიდი ფული. Publishing-ში და ნუ ამ ფირფიტებში და რადიოში და რაც უფრო მეც ანუ დაახლოებით Closer იყო ეხლა როგორც არის რომ ანუ ბევრი რა მასიური და ცოტა მოკლე ტრეკები და ეს მთლიანი მუღამი რომ ლეიბლი გაქვს სადაც სონგრაიტერები ყავს პროდიუსერები და ყველა რაღაცა ხო იცი რაღაცა ჯგუფური ის არის მუსიკოსები და ერთად იწერთ მუსიკას სხვადასხვა არტისტებისთვის ძალიან თესლი კონცეფტი არის რაც დიდი ხანია მგონი ანუ აღარ აკეთებენ პროსტა და გავაკეთოთ რა უნდა ხო და მე თავში სულ ვიწერ რაღაცა შენ როგორც იწერ ამ კურსების იმას მე ვიწერ როგორ შეიძლება აი რაღაცა ესეთი პონტი ხო მაგრამ ქავერებიც ხო არის ხო კაცო ვიღაცა ჯონი მიჩელის მე ჯეიმს ხო მაგრამ ქავერები ხდებოდა შეხედე ვიღაცამ ქავერის მუღამი მე მგონი უფრო იყო ხო უფრო მე შემოვიდა რა აი შენი აზრით სტოქტონი რა ლეიბლია რა ჟანრში მოღვაწეობს მე სულ ცოტა პრობლემა მაქვს აი კოკასაც ხშირად ამაზე ველაპარაკები რომ აი როგორც საერთო რაღაც აი ლეიბლ მუსიკალურად, იმიტომ რომ ძალიან განსხვავებული რაღაცეები არის რა. მე კოკას ხედავ როგორც მენეჯმენტ კომპანია, რომელიც ძალიან თელს კონცერტებს აკეთებს. ეს არის ჩემთვის კოკას, ანუ იმენა, ხო იცი, აი როგორც ახლა, ანუ his strength. აი რაღაცა როგორც გაერთიანებულ labels, უბრალოდ გვეხმარება ამ ხრივ და ასწორებს. მაგრამ აი როგორც აი ესე, ხო იცი, labels არ ხედავ. ეს ჩემი პირადი ხედვა არის. ხო ანუ არ ვიცი შეიძლება მეთანხმები შეიძლება არა თუმცა რა რილისებში გვეხმარება ხო ცხადია ხო ანუ ვიდეოს გადაღებაში გეხმარება ლეიბლი აბა სხვა რა არის უბრალოდ საქართველოში ეგ სისტემა არ მუშაობს ხო ხვდები ჟანრობრივი ლეიბლი ანუ შენი რა აუცილებელია რომ ლეიბლში მარტო ერთი ჟანრის მუსიკა არ არის აუცილებელი ხო მაგრამ ხო არიან ეგეთ ლეიბლები კურატორივით არის ლეიბლი ხვდები რომ ანუ შეიძლება სხვადასხვა ჟანრი იყოს მაგრამ რადგან ჩემთან არის ესე იგი ეს კარგია ხო ანუ ის არის აი უფრო მგონი აი სხვა ადგილიდან დაიწყო ჩვენი ურთიერთობა, ახლა ჩემი და კოკასი ხო იცი? მენეჯმენტიდან ხო? ხო, და ლეიბლის პონტი რო არის, ასწორეს, მაგრამ ჩემთვის არ არის როგორც აი ზოგადად ლეიბლის ფუნქცია რა არის დღევანდელ სამყაროში ანუ საინტერესო თემა არის. ეგ არ არის გაწერილი. არ გვაქვს გაწერილი, ანუ ხო, არ გვაქვს გაწერილი. რა ვიცი, ყველაფერი ეხება კოკას, რა ვიცი, ვიდეოდან და მუსიკიდან დაწყებული ბავშვის მონათლით. და მასაჟით და მაგიტომ ის არის ანუ ხშირი შემთხვევა არის ახლა სულ უფრო პოპულარ კონცეფტი არის რომ მენეჯმენტი თან ლეიბლიც არის ანუ ახლა ევროპაშიც და ესეც ანუ რაღაცა იმიტომ რომ იმდენი სხვადასხვა ვარიანტები არსებობს უკვე და თან ეს კლასიკური ლეიბლის მოდელი ეხლა ძალიან საყოველობა გამახსენდა ეს ბრუნდეტის პერიოდი არის და ის კვარტეტი რო ყავდა ჩამოყვანილი იქიდან საიდან იყვნენ ჰოლანდიელები მაგათმა ხო თავის რილიზები რაღაცები ჩამოიტანეს არ მახსოვს რაღაცა და ყიდნენ იქ რა სპექტაკლის ბოლოს და კოკამ ჩუმად გამიყვანა ახალი გამომცხვარი ვარ ამ რეალობაში იქიდან რა და ნუ აი ხა არ ვარ ჯერ ეხა მთლად ესე ანუ კოკას გადმოსახედიდან მატერიალურად ყარა და ეს ფულს მაძლევს და ეხა მიდიოთ ერთი დისკი კიდევ გავუსწორდებოდო აი ხო ძალიან ხო და აი მაგასაც ანუ ყველაფერს აკეთებს ანუ კოკა არის საუკეთესო ერთ კიდევ რაც უნდა იტყვას არის საუკეთესო ჰოსტი იყო მაგის მენეჯერიც თან რო ვთქვათ მაგ ბრუნტეტის ხო ხო ყველა ვაფშე ყველა პროექტი რაც გამიკეთებია საქართველოში და ზოიქადაც ანუ სულ კოკა არის და თან კაი ანუ
ვაფშე ბრუნტეტის იდეა კოკასგან მოვიდა. ანუ იმ ხრივ რომ მე მუსიკა ვაჩვენე რა, იმიტომ ეს მუსიკა დაწერილი მქონდა ბავშვობის ჩანაწერებზე და კოკამ თქვა რა, არ გინდა რაღაცა საქართველოს ის რაღაცა უფრო ესეთი უფრო დიდი გავაკეთოთ ამისთვის ცოტა უფრო აი თეატრთან და მე უზი სანდრო ჰარაკის სანდროს მეგობარი არის და ესე მოდი შევხვდეთო და ვაჩვენოთ ეს მუსიკებიო და მე ანუ ხო იცი ესეც არის მენეჯერის ანუ ეს რაღაცა ეს იდეების ახლა კოკასი იდეა იყო ვთქვათ რომ მე finally ბენდით დავიწყო, იმიტომ რომ სულ დიდად არ მარ ხო ცოტა. ძალიან კაი იდეა იყო. და ესეთი რაღაცები ან თქვა თან გონი მუსიკოსებში ძალიან გჭირდება ხანდახან გარედან რაღაცა კაი ან ცუდი იდეები, ანუ რაღაც უბრალოდ რაღაცა იდეა რომ გარედან მოვიდეს, იმიტომ რომ ისედაც 24 საათი როგორც არის, რაღაცა იდეები საკუთარ იდეების კონფრონტირებაში ხარ მთელი დღე და კაია გარედან იდეები რომ მოდის. ისე შენ სხვათა შორის რაღაცა პონჩი ერთი მიმდინარეობით, ეხლა გეტყვი რას გულისხმობ რა. პირველად მახსოვს Stockton Invites იყო თუ მოკმოკუ Invites რაღაც ივენტზე ვიყავით და Sexy Bicycle უკრავდა და ვიფიქრე რომ რა მაგარი საუნდია თქო რა, ხმაზე ვინ არის თქო რა. და მეორე დღეს ვიკითხე, იქ რომ ვინ იყო თქო ხმაზე და მითხრეს რომ ლაშა იყო და კორძი უკვე მივიდაო და ელაპარაკო რა დამასწარი რა. და იგივე იყო სოსო სუ მომწონდა სოსო როგორ უკრავს დრამზე. და დამასწარი რა ხა მე არ მახება ორი დრამერი არ მჭირდება მაგრამ რატომაც არა ხო არსებობს ეს მაგრამ ხო კაი გემოვნება მაქვს რა ვქნა არა ის არის რა და ნუ აი ნიკალას ძალიან მაგარი არის ხო ნიკალა მე ხლა მეითხრა ეხლა სხვა შორის დღეს საღამოს შეიძლება მოვიდეს ჩემთან რეინბოების მოდი ახალი მიკროფონი ვიყიდე რა AB Roads აწერია ზემოდან მაგრამ არის Coles არა tube მიკროფონი არის 2017-დან ანუ ძალიან ძველი vintage არ არის მაგრამ Chandler Limited სერიოზულად ready იყიდე reverb-ზე ვნახე აქ ჩვენთან თბილისში no shit და მინდა სახში მომიტანა რას მოვაპარაკებ Reds ნახე ისევ დამასწრო Reds დაუძდევ რამდენი ხანია იცი ახლა secret არის რომ ძალიან ბევრი რუსი პროდიუსერები ჩამოდიან საქართველოში და ყიდიან თავიანთ პიზდეც აპარატურას That's just how it is. მე მაგ ლომო, იცი ლომო? კი, ძველი საბჭო. ძველი საბჭოთა ლომო მაგ მიკროფონი. ეხლა შვეიცარიაში ვიყავ სტუდიაში, რომელიც ლომოებს აგროვებდა და სხვათა შორის და ვფიქრობ, საიდა. რისთვის ხმარო? ლომოებს რისთვის ხმარო? იცი რა, ჩემი ლომო არის თუ ისე კარგი მდგომარეობაში და მიგდებული მაქვს რა. მიკროფონი არის ნახე მოგიყვებით ახლა ლომოზე რა. ლომო არის მოპარული გერმანული მიკროფონი ესეთი ნოიმანი, რომელიც არის ინდუსტრიის სტანდარტი, ყველაზე მაგარი მიკროფონებად ითვლება, აი ვოკალისტვის და ნუ ყველაფერს. U47 არის. U47. რომელიც შეიქმნა ჰიტლერისთვის. ორიგინალი. ანუ სასცენო არის და არა ჩასაწერი. არა, ჩასაწერი. და ლომო საბჭოთა კომპანიამ თუ რაც ქვია, გააკეთა ძალიან ცუდ ვიძე, ოღონდ მოიპარეს იგივე. ერთ-ერთი ოღონდ რაღაც გააკეთეს გააკეთეს რა. როგორც ისა მუგი რომ მოიპარეს და პოლივოქსი რომ გააიყო. მაგრამ ვერაფერს ვერ აკეთებდნენ ისე კარგად, მაგრამ ეს ლომო ძალიან კარგი გამოვიდეთ. უბრალოდ რადგან ძველია, აი ჩემ ცოტა შეკეთება ჭირდება. სხვათაშორის ბაკურა ბულდულმა მაჭუქა მე. მახსოვს ეგ რომ გაჩქო ბიუჯეტურიც არის შესაბამისად რა ხარ? ნუ არა, იმასთან შედარებით კი ის ღირს 20-დან $30,000. ეს ღირს? ეს ღირს ნუ 4-5,000. მაგრამ შეიძლება რაღაცა იპოვოს სადმე უცებ ესე ხო. მაგას რაღაც ჭირდა შენ და სადაც ბათუმიდან ვიღაცას რაღაც საიდან გახსოვს? ხო და ეს ready, იმიტომ რომ მე ბოლო 2 წელი ვიწერდი ყველაფერს AKG D12-ით, ანუ vintage D12-ი მქონდა რაღაცა 72-დან. მე D20 მაქვს. ხო, აი ეს შენ ცოტა დიდი არის, ხო ეს? არა, იგივე არის. ეს kick drum-ისთვის რო ხმარობ ძირითადად. და ყველაფერს ვოკალების და ყველაფრისთვის ამითი ვიწერდი და რაღაც მომენტში ვიფიქრე, რომ ხო იცი, მაინც ბევრი პროცესინგი სჭირდება, მიდები უნდა გამოიღო, მაგები დაამატო, მოაჭრა რაღაცა და ვიფიქრე, ერთი კაი ტიუპი მიკროფონი ვოკალებისთვის. აი, ძალიან კაი შენაძენი არის. და სასწაული არის. არაფერი არ სჭირდება, ანუ პროსტა ლურჯია თუ ნაცრისფერი? იგივენაირია, რაღაც ორივე ორნაირია ეგ. ცოტა მოლურჯო არის, ხო, მაგრამ ნაცრისფერი ლურჯი რაღაცა. ხო. და ისა აქვს და ანუ მე იმაზე ვგიჟდები, რომ არაფერი პროცესინგი არ მჭირდება, ანუ სასწაული მიკროფონი არის ლაპარაკი. არის. ეგ არის
აი ზუსტად U47-ის მიხედვით გაკეთებული Abbey Road-მა მიცა ლიცენზია. ეგენი მარტო მიკროფონებს არ აკეთებენ, აკეთებენ პრეამპებს და რაღაცებს. პრეამპებს, კომპრესორებს. აკეთებენ აი Abbey Road-ში 60-იან წლებში რა დესკით იდგა პრეამპები, იმის კოპიები აქვს გაკეთებული. Chandler Germanium და რაღაცა. მე ძალიან მინდა ეს 500 მოდული ლურჯი რო არის, ყვითელი კნოპი. просто ვიზუალურად ისე მომწონს, არ ვიცი რა ესთვის არის, მე просто ვარხი ნივი მაქვს. ხო, და მაგიტო შენ კონვერტორებით გაქვს შიგნით თუ? არა. კონვერტორით მაქვს, მაგრამ არ ხმარობ ამის კონვერტორს, ხმარობ RM-ის კონვერტორს. ანუ შენ მეუბნები RM-ის უკეთესი კონვერტორები აქვს ვიდრე ამას? ვიდრე ნივს? ხო. იცი რა, RM-ი კომპანია, რომელიც ვიცი რა, მთელი ცხოვრება მუშაობს კონვერტორებზე და ნივი არის კომპანია, რომელიც მუშაობს პრეამპებზე და უცებ გადაწყვეტს, მოდი კონვერტორებს გავაკეთებთო და. მაგრამ მე კონვერტორებს ხო სხვადასხვა ყიდულობენ სავარაუდოდ, ან თვითონ არ აკეთებენ. არ ვიცი. ანუ ნახე, ოპშენი არის უკონვერტორო და კონვერტორები. კონვერტორებიანი არის რაღაცა $500 უფრო ძვირი. ანუ შენ ცხადია. ხა მე რო გითხარ რომ შემოწმებული მაქვს ის და ეს ერთ შედარებული არ მაქვს მაგრამ მე მაგიტომ გეუბნები, იმიტომ რომ მე მყავდა ერთი პროფესორი, აი შვეიცარიაში რო სწავლობდი, რომელიც იყო obsessed კონვერტორების, ძირითადად AD კონვერტორების და ანუ იმენა ჩაკუჩივით გვეუბნებოდა რომ სწორი კონვერტორი თუ არ გვაქვს, просто ყლეობა იქნება შენი მთლიანი ჩანაწერი, რაც ნუ აბსურდი კონცეფტია არის, ხო? მაგრამ ანუ რაღაც მომენტამდე ხო იცი რაღაცა იჯერებდი და მართლა ანუ სინჯავდი ახლა შეადარებდი ამ კონვერტორებს რაღაცა, აი RM-ის კონვერტორი და იმისი კონვერტორი ამისი და ცხადია რაღაც მომენტში შეიძლება განსხვავებები გესმის, მაგრამ ბოლომდე არ იცი თუ მართლა გესმის თუ არა და რაღაც. მოდი ხალხსაც უხარ კონვერტორი არის აუდიო ბარათი, რომელიც უერთდება კომპიუტერს, ვაიმე. ვიღაცამ რო იფიქროს, რომ აი კურსზე მოდით და მოვყვები მაგერს. არასწორი პროფესიიდან რო ხარ, შეიძლება ვიღაცა იფიქროს, რომ რაღაც ემეზე ბოილერებზე ვლაპარაკობ. აი აგერ ხო. გათბობაზე ვლაპარაკობ. შეიძლება შეგჭამოთ ორივე. აუ ერთი გადაცემა მინდა ცალკე რა რომ კონვერტორებზე ვილაპარაკო და მიკროფონებზე შეიძლება. მე ჩართული ვარ, მე ვიქნები მეორე ჰოსტი. მოდი რა, მე და შენ გავაკეთოთ და მოვიყვანოთ და მე მხოლოდ გამიხარდა. სამი ვიუერი გვეყოლება. ხო და მაგრამ ინტერვიუ გესტი უნდა იყოს, ვინც აი საერთოდ არ ერკვევა. მე მე პრინციპში მაგას ვაკეთებს. კარგია. შვენიერი. არა, მამ სხვადასხვის არა, იცი რა უნდა ხნა პროფესიონალი უნდა მოიყვანოთ სხვა დარგში და ის თავისას რო გებაზრება შენ რო არ გესმის და შენსაც რო ებაზრება. Trash Times გავსება ის ამას რისი ფეტიშიც აქვს. ეს მგონი არა, ეს უფრო ვიღაცა ვჭირდება, ვინც კონვერტორების არ ჯერა და ეს უნდა იყოს. კონვერტორები არ არის მართალი. კონვერტორები არ, ყველაფერი ანალოგ სივრცეში უნდა დარჩეს, ტიპი უნდა იყოს, ვინც ამაზე ჩალენჯს. არ უნდა იწერებოდეს. იმ მომენტში დიგიტალი რო ხდება, ხარისხ ანუ არსებობის ადგილს კარგავს საერთოდ. მე ის ისი მომხრე ვარ იმეებზე რო იწერებოდა, ხო იცი ეს ცილინდრები რო იყო, მაგაზე უნდა ჩაწეროს. ყველაზე რადიკალური რო არ უნდა იწერებოდეს ის პონტი რო არის ვეგანებში რო სადღაც ბოლოს მოწყვეტილს რო ჭამენ მათ. ეს პირველად ჩანაწერის კონცეფტი რო ვაფშე დაიბადა, არსებობდა სასტავი, რომელიც აქტიურად წერდა, რომ ხელოვნება აზრს და ღირებულებას დაკარგავს ჩაწერილ ფორმაში. და ანუ იმენა აქტიური იყო, აი New York Times-ის არტიკლები არსებობს რაღაცა 1912 წლიდან, სადაც ტიპები ამაზე წერენ, რომ ანუ ჩანაწერი ახალი მედიუმი არის და მუსიკას ანუ მუსიკის აზრი ეკარგება ამითი, რომ ჩანაწერი მუსიკის აზრი არის, რომ მიდიხარ დარბაზში ან რაღაცა და უსმენ ცოცხლად და იმ მომენტში როცა იწერ, ანუ უკვე რა ბარემი ნუ იგივე არის ეხლა AI-ზე ლაპარაკი, რომ ადამიანმა თუ არ დაუკრა, ეგრე რა მნიშვნელობა აქვს ჩვენო და მე შეიძლება 100 წელიწადში ვიღაცამ თქვას, რომ აზე ხარ ისინი რეებს ბაზრობდნენ. ხო, მაგრამ ის არის რომ არასოდეს არ იცოდი, იმიტომ სულ იმდენი რაღაცები ხდება, რომ არასოდეს არ იცი რა იქნება ის თემა, რომელზეც მე 20 წელიწადში იტყვის, ვა, დებილები იყვნენ. მაგიტომ. ხო და არ მინდა ის ყველაფერი საბოლოოდ ისე დამთავრდეს, რომ ვარდი არ მოგიხდინო. იმიტომ რომ არ ვიცი. მე მგონი ძალიან გიხდება. ძალიან მართლა შარვალზე და ყველაფერი. ხო, ეს სპეციალურად ანუ ესე მოვიფიქრე დღეს color combination-ი რაღაცა თეთრი, ლურჯი და აი მაინც რავი ხო ის არის რა იქიდან მოდის იმ წიაღიდან ამის დეიდების რა რომან სიტუაციაში რაღაცა. დაიწყო და ამით დამთავრდა. კიდე გამახსენდა შუალედში დამავიწყდა მე რომ აი ეს რაღაცა საკამოტოს ნაწილისაც შემოვიდა შენთან და რატო შემოვიდა დეიდებმა მოიყვანეს საკამოტო თუ რამე ისიც ქონდა საკამოტო იცი საიდან მოვიდა ანუ ბავშვობიდან ვიცი საკამოტო იმიტომ რომ დედა ჩემი უსმენდა კასეტებს არის CD-ებზე
და მე მინდო ხო და აი ზუსტად დეიდების რეალობაში თამარასგან მოვიდა და ჩვენგან სადღაცას ამათგან მივიღეთ. ანუ დრო მე რაღაც მომენტში ვიფიქრე რომ გაასწორებდა რომ დროსთან ერთად ტრეკები გავაკეთოთ, იმიტომ რომ დროს მაშინ ჯერზეა სოლო პროექტად არ ქონდა რაღაცა. ერთი ტრეკი გააკეთა მაშინ აი ეს decriminalized drug ტრეკი რო იყო, გახსოვს, აი ყველა რეპერებმა ერთად რო გააკეთეს. ეგ ჩემი პროექტია, რომ იცოდეთ ისე. მაშინ ალბათ პირველად გავიგე შენ შესაძლებლად. ხო. და ფოფხა პირველი, ანუ მაგ ხო, პირველად ეს როგორც სოლო აქტი მანდ გამოჩნდა და მე გავაკეთოთ რამდენი follow-up ტრეკი გავაკეთოთ ამისთვის იყო დაახლოებით თუ ესე სწორედ მახსოვს ეს და მე სულ მინდოდა, იმიტომ რომ მაგ პერიოდში სულ რაღაც იყო მაშინ ეს მიგოსი და ესეთ რაღაცებს უსმენდი და მინდოდა აი საკამოტოს სემპლი და ეს ტრეკ ბიტი რაღაცა მაგრა გაასწორებდა ერთად და ეს ტრეკი გავაკეთეთ და მე თელი ისტორია ესეთი არის საკმაოდ ესეთ ჩავწვა მე აქ ჩამოსული იყო ესა საკამოტოს ერთ-ერთი კოლაბორატორი ალვანოტო კონცერტი ქონდა აქ ეგ იმაზე soul sparglებში ხო და არ ვიცი ზუსტად მაგრამ მე და იქ თა გაიცნო ესა გალერიის ოვნერი თამუნა ღვაბერიძე და თამუნა მე და დროს საკამოტოს ჩანაწერი რომელიც ლენო რეკორდში გვაჯისთან ჩავწერეთ კოვიდის დასაწყისში გაუგზავნა ალვანოტოს და ვარა თესლია შენ ალვანოტო მე გაუგზავნა საკამოტომ თქვა ვარა თესლი არისო და თავის Facebook-ზე დაპოსტა რა მაგარი ეგ არ ვიცოდი ესე მოხდა და მე უცებ ხო იცი რაღაცა უკვე ის იყო და მე ამის პარალელურად მე ვაკეთებდი რაღაცებს ჰოლანდიაში როგორც კომპოზიტორი რა ანუ რაღაცებს წერდი და იქ საკამოტო გაიჩითა ერთ-ერთ დიდ ჰოლანდიურ ფესტივალის artistic კურატორად რა და იმიტომ რომ კოვიდი იყო და არავინ no one could afford სერიოზული ორკესტრები და ანუ აღარ იყო ვაფშე ეს ვარიანტი რომ დიდი ორკესტრი დაუკრა იმიტომ რომ რაღაცა მაქსიმუმ 3 კაცი უნდა იყოს სცენაზე და უნდა მოეძებნათ რაღაცა replacement პროგრამა და უცებ ვიფიქრეს ვა ამან ხო რაღაცა საკამოტო უყვარს და რაღაცა და ესე და მოდი შეგიძლია რაღაცა საკამოტოს მუსიკით გააკეთო და ესე დაიწყო ეს პროექტი. უბრალოდ მე სამწუხაროდ საკამოტო ფესტივალი მადე უკვე კიბო დაეწყო კიდევ ერთხელ და ვერც მოვიდა ფესტივალზე და მე გარდაიცვალა და ანუ ესე ცოტა თორე სულ მქონდა ისა ოცნება რომ მინიმუმ ერთი childhood idol-ი გამეცნო, იმიტომ რომ ჯეიმს ბრაუნი გარდაიცვალა, პრინცი გარდაიცვალა, საკამოტოს გარდაიცვალა კიდე. ესეა. მე ძალიან მომწონს Coca-Cola თქვენი სიმღერა. ხო. Coca-Cola ის ხო იცი ვისი სემპლზე არის? Marvin Gaye-ის და Diana Ross-ის სამღერა. ხო. შენ და სანდროს ერთად Coca-Cola. აი მაგიტომ არ არის Spotify-ზე, იმიტომ რომ მეშინია რომ Marvin Gaye-ის სასტავი ხო ძალიან ის არის. ყველას უჩივიან რაღაცა შეიძლება. მარტო. გიჩიო. აუ ისე დიდი სიამოვნებით Coca-Cola-სთან ვიმეგობრებდი. აუ ხო რა. აუ ძალიან გჭირდებით. ზეროსო ყოველ. აი ესე გულწრფელად გეუბნებით. როგორც ბრენდი, ანუ როგორც სპონსორი გჭირდება ძალიან. და ხა რაღაც ბევრ ხუმრობაში რეალურად არც ერთი დიდი კომპანია რომელიც გაგვიმყარებს ზურგს არ ყავს და Coca-Cola იქნებოდა ჩვენთვის იდეალური. ანუ როგორც იდეაც და თან რაღაცა რა როგორც ერთ-ერთი ჩვენთვის ზერო საყვარელი დრინკი. მე ძალიან მინდა რომ ემბესედორი ვიყო რაღაც კომპრესორის ან კონვერტორის ბრენდისთვის და არავინ არ მეკითხება. ანუ ვიღა შენ მარტო ხარ და ჩვენ რამოდენიმე ადამიანი ვართ და ამიტომ ისეთი მყარი ზურგი გვჭირდება გადარჩენისთვის. და ბარემ საბოლოოდ კი არ და ვიტყვი კიდე ერთხელ გამოიწერეთ ჩვენი არხი. კი, გამოვიწერეთ. და კომენტარეთ. და რა ვიცი. შემატყობდი დღეს და სევდიანი ვარ და ამიტომ ეგ ზურგის მომაგრება აუცილებლად გვჭირდება.